მოგესალმებით. დღეს შაბათია 22 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უყურებთ Prime House-ის live show-ს. მე კი მისი წამყვანი მარიამ თანობა ვარ. და ჩვენი ჟიური უკვე ადგილზე არის. დიზაინერი და ტელეწამყვანი ავთანდილი. ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი. როგორც ხედავთ, ნინჯა ორჯონიკიძე დღეს არ იმყოფება ჩვენთან ერთად, რადგანაც არ არის ქვეყანაში, მაგრამ ის სატელემაუწყებლობით აუცილებლად, როგორც ვიცი, გვადევნებს თვალყურს, ნინცა, მოგიკითხავთ აქედან და მალე დაგვიბრუნდება აუცილებლად. ახლა კი დროა, რომ სტუდიაში მოუხმო ადამიანებს, რომელთა ცხოვრებას და გამარჯვებისთვის ბრძოლას სრულიად საქართველოს თვალყურს ადევნებს. Prime House უკვე 2 თვის მანძილზე მიმდინარეობს და მიმდინარე კვირაში კი უკვე სატელევიზიო რეიტინგების პირველ ადგილზეც ვიმყოფებით, მინდა გითხრათ. და რა თქმა უნდა, Prime House-ის კონტენტი ინტერნეტ სივრცეში მუდმივად ტოპ რეიტინგებში არის. აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ მონაწილეები ყავს 5 და აქედან ერთ-ერთი მათგანი სამუდამოდ დატოვებს პროექტ Prime House, ასე რომ შეეგებათ Prime House-ის მონაწილეები. პატრიკი! გიორგი ნაზღაიძე! და ჩვენი დღევანდელი 3 აუთსაიდერი. საომე კაბანაძე, ნომრით 0903300301. ანი ყიფშიძე, ნომრით 0903300302. და თეო კოჭლამაზაშვილი, ნომრით 0903300303. გიორგი, პატრიკი და 3 აუთსაიდერი უმშვენიერესი გოგონები. არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მინდა გითხრათ გოგონებო. ახლა შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ თქვენი რჩეული დაარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა დაურეკო და დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე. ზარებისა და სატელეფონო SMS-ების ღირებულება სიმბოლურად 1-1-ია. ასევე შეგიძლიათ Facebook Messenger-ის საშუალებით მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს. ამისათვის ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს. გახსენთ პირადი მიმოწერის და აირჩიეთ hashtag #GetStarted. შემდეგ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ან ერთ ან რამდენიმე რჩეულს. რა თქმა უნდა, ერთს გადაარჩენთ თქვენ მაყურებელი, მეორე მონაწილეს კი ჩვენი ჟიური. ვაიმე! როგორც ხედავ, უმეტესობა ამ პროექტში დღეს ვარდისფერი ავარჩიეთ. რაღაც არის ჩვენ შორის. ავთანდილ, შენ როგორ გონია, რა ნიშნავს ეს? რაღაც ძალიან საინტერესო დამხვევა და მე პირველად მაცვია ღია ფერი ეთერში, ესეც მე მგონი რაღაცას ნიშნავს. გონი კარგი დღე იქნება. ძალიან ლამაზები ხარ. და მე მგონი დროა დავიწყოთ, მეგობრებო. სათხარ, დღეს ძალიან ცხელი შოუ გველის, როგორც ხვდები უკვე. მოდი დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა ბოლო პერიოდის ყველაზე ბუნდოვანი, მაგრამ აქტუალური თემით. ყველას გვახსოვს, რომ წინა ლაივამდე თეო შეხვდა გავარდნილ მონაწილე ავთანდილს. ამ საკითხზე ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა სოციალურ ქსელებში და სხვათა შორის სალომესაც კი დაბრალდა ეს, რომ სპეციალურად მოაწყო მანეს შეხვედრა. მოდი ვნახოთ ვიდეო და შემდეგ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მე რატო ვიცხრება ყოველთვის სხვის იმეებში ვერ ვხვდები. რაში გაიჩხერი? ზარაში გავიჩხრე, რას მოპრობლემა ვერ ხედავ. რას? შენ შეახვედრეო, თეო დავთო. და შენ გადაუღე ჩუმადო ფოტო. თეო, თქვი ხა მე გაგიჩალიჩეთ, შენ დავთოს, რა ის რა ქვია, შეგახვედრეთ და მე ფოტოები გადაგიღეთ? მოიცა რა? აი, განიხილავენ მაგას და ამბობენ, რომ სალომემ შეახვედრაო, თეო და ავთო. ხო, მაგრამ ხო იქ იყავი. კი. და ეთყობა მაგიტომ. ხო, მანქანაში ვზივარბად. იცი რატო ხდება, მე გეტყვი, ხა რატო ხდება ეს ყველაფერი. როცა გეკითხებიან რაღაცას, ნახე, თუნდაც რა ხდება შენ და ავთოს შორის. და რომ ამბობ, ანუ
არ განვიხილავ მაგ თემას, არ ვლაპარაკობ საერთოდ. დღეს როგორც გითხარი, ნახე, რომ არ ვლაპარაკობ რაღაცაზე. ხალხი ატრიალებს როგორც უნდა, ანუ ისინი, ვისაც სიტყვაზე ცუდი უნდა შენთვის ან ცუდი გასაგებია, არა, ნახე, ამბობენ თავის ვერსიებს. ჯერ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა. ხოდასაძე შეიძლება თქვა. სანამ ჯერ არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, მე ვიჭყლეთ ბიშუაში. ძალიან ცუდად შემომიწევა და ბევრი. კონკრეტულად მაგალითად ის, რომ მემაბრალება რატომღაც თეო და ავთო ერთმანეთს მე შევახვედრე ვითომ და მე გადავუღე ფოტოები და იქ არ ვიყავი. ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ამ ამბავს. თეო რატო არ ვლაპარაკობს საერთოდ მაგ თემასთან დაკავშირებით? არ ვიცი, როდესაც იცის, რომ ესეთი რაღაც ხდება. ეგ ყველაზე მეტად მწყენს, იმიტომ რომ როცა იკითხებიან, რომ რა ხდება და მას საინტერესოს ხალხს, ანუ ესე იგი, რადგან ბევრი კითხვა, ესე იგი პასუხები ჭირდება, ხო რაღაც. თეო, ბოლო დღეების მანძილზე ეს თემა ძალიან ხშირად განიხილება. მაგრამ შენ ყოველთვის თავს არიდებ ავთოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას. ხომ არ დადგა დრო, რომ ეს საკითხი განვიხილოთ და თქვა შენი სიმართლე. ავთოსთან დაკავშირებით შაბათს მე ყველაფერი ვთქვი, აბსოლუტურად, რაც თქმელი იყო და მე იმ შაბათს ეს თემა დავამთავრე. და მორჩა, ავხსენი რა მომენტი იყო, როგორ შევხვდით, რანაირად მილიონჯერ ვთქვი ეს ჩემ ლაივშიც და ისედაც ვთქვი, შეხვედრის მომენტი როგორ მოხდა, როგორ განვითარდა სიტუაცია, აბსოლუტურად ყველაფერი. მე ნათქვამი მაქვს. ანუ ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა გავიმეორო, მე არ მესმის უბრალოდ. გასაგებია, ანი, შენი აზრით თეომ დასვა წერტილი? ჩემი აზრით თავის დროზე არ დასვა წერტილი, მაგრამ ეხლა შეიძლება რომ დაესვა წერტილი. გასაგებია, სალომე. ხედავ რომ უკვე გეღიმება ამ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად შეიძლება დღეს ბოლო შანსი გქონდეს ამ თემის განხილვის და მინდა რომ მოვისმინო შენგან ყველაფერი, როგორ იყო და ნახოთ მერე თეოს ვარიანტით, რა თქმა უნდა. რეალურად როცა, დავიწყოთ იქიდან, რომ ვართ რეალი შოუში. გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ჩდება ძალიან ბევრი კითხვა. როცა კი იყო ჩვენთან მოსული, ანუ Facebook კითხვა პასუხების რა დადგა, 100 კითხვიდან 90 კითხვა უკავშირდებოდა თეოს. რომელსაც რა თქმა უნდა თავს არიდებ და კი ვამბობ იმას, რომ უკვე ნათქვამი ქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ კითხვა, ესე იგი, შენს გულშემატკივარს აინტერესებს, ხო, შენზე კიდევ უფრო დაწვრილებით რაღაცები. ფიქრობ, რომ რადგან თეომ გადაწყვეტა, რომ ამ თემაზე აღარ ილაპარაკოს, მაგრამ ხალხს მაინც აინტერესებს ეს თემა. მე უკვე წამოვიდა სავარაუდო რაღაცა მიმოხილვები, სავარაუდო პასუხები, თემები და ამ თემაში, ამ მიმოხილვაში გავიჭყლიტე მე. რომ ჩემი ბრალი იყო, მე ძალით შევახვედრე, ძალით მივიყვანე, ძალით შევახვედრე, ძალით გადავუღე ფოტოები, მე ეს ფოტოები გამოვაქვეყნე, მოკლედ აი სრული სისულელე. ყველაზე საწყენი ის არის, რომ აი ეს თემა გაიშალა აი ამ პერიოდში, როცა მე ვარ აუთსაიდერი. და არ ვიცი, ჩემ გარშემო მარტო ეს თემა ჭირდება, რომ შენ ჩუმჩუმელა ხარ, შენ გააკეთე ეს ყველაფერი რეალურად. მოდი მოვყვეთ როგორ იყო ყველაფერი. მე და თეო შევხვდით ერთმანეთს. მე თეო და კახი შევხვდით ერთმანეთს. საქმე გქონდა და არ დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა, რა საქმეზე ვიყავით. იქიდან რომ გამოვედით, უნდა წავსულიყავით სახლებში. ამ დროს თეოს დაურეკა ტელეფონმა, ავთო იყო და უთხრა, რომ უნდა ენახა. გავიგე, რომ მასთან ერთად იყო ქეთი. რა თქმა უნდა, ქეთის აუცილებლად ვნახავდი და გადავწყვეტა, რომ მეც წავსულიყავი. მივედით მანქანიდან, არც გადმოვსულ ვარ, ქეთის ველაპარაკე და ზუსტად 5 წუთში ალბათ უნდა წავსულიყავით უკვე. თეოს თავის ნივთები მივეცი, აიყო მანქანიდან, ჩვენ მე და კახი მხოლოდ წავედით, დანარჩენი რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო, არაფერი არ ვიცი. კარგი. თეო, რა როლი ქონდა შენი და ავთანდილის შეხვედრაში სალომეს? რა როლი ქონდა სალომეს თქვენ შეხვედრაში?
არანაირი როლი არ ქონია, ანუ მოხდა ეს სიტუაცია შემთხვევით მოხდა. ანუ სულ ვაფიქსირებ მაგას, რომ აი შემთხვევით მოხდა ისე, რომ შემთხვევით გადავეკვეთეთ ერთმანეთს. ყველანი. ანუ გასული მონაწილეებით და ჩვენი საქმიდან, ანუ ერთად საქმიდან გამომდინარე მოხდა ისე, რომ ესე შევეფეთეთ ერთმანეთს. დაუგეგმავად. რადგანაც ამ თემას შევეხით, დღეს დარბაზში არის ადამიანი, რომელიც Prime House-ის ყოფილი მონაწილეა და როგორც ვიცი, მას სურს ამ საკითხზე საუბარი. ქეთი, გვიხარია შენი კვლავ ხილვა ჩვენთან ერთად. გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით, მარიამ ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა, დიდი ასევე. როგორც ყოველთვის. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა Prime House იმისთვის, რომ მომცა საშუალება, რომ ჩემი აზრით ამიფიქსირებინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ მინდა ვთქვა ესეთი რაღაც, რომ ვინმეს რო არ ეკონოს, რომ კონკრეტულად ვინმეს წინააღმდეგი ვარ, ან ვინმესკენ ვარ, ამას აქაც ვიტყვი, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი ურთიერთობა თეოსთანაც და სალომესთანაც და ავთოსთანაც, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან, მაგრამ ბოლო ერთი კვირა სალომეს მიმართ არის რაღაც აი აურაცხელი ზეწოლა, რომ თურმე სალომე რა ცუდი ყოფილა, რომ აი ესე მიწა გამოუთხარა თეოს, რომ ხალხში ცუდი დამოკიდებულება გამოეწვია ამ ყველაფერს, ამათ შეხვედრას. ძალიან მწყინს, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულად მოხდა რაღაცების ახსნა. და მინდა ვთქვა ესეთი რაღაც, რომ მე და ავთო ვიყავით იმ დღეს ერთად. რაღაც გადაცემის ჩაწერაზე და რომ გამოვედით ამ გადაცემის ჩაწერიდან. ვიდეოები ჩამიგდეს თეონასი და სალომესი რომ ერთად იყვნენ. და ავთოს ვუთხარი რომ ერთად არიან თქო და ავთომ მითხრა ესეთი რაღაც, რომ მეო თეონას ნახვა ისაც მინდოდაო, იმიტომ რომ სალაპარაკო მაქვსო და დავურეკავო და ვნახოთო. ავთომ დაურეკა თეონას. ავთო და თეონა შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა გდენახა, რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა ორივეს ნახვის და გამოვიდა ისე, რომ ჩვენ გქონდა საქმე რაღაც კონკრეტულ ადგილას, სადაც შევხვდით ამათ, ისინიც მოვიდნენ აქ და ვინმეს თუ წარმოუდგენია ესეთი რაღაც, რომ კახიან სალომე თეონას გარეთ ქუჩაში დატოვებდა და ეტყოდა, რომ იცი რა, ჩვენ საქმე გვაქვს და შენი ხოდით ნახე, ავთო მაშინ რა ვიცი, ძალიან შემცდარა ამ ორ ადამიანში. და აქვე მინდა დავამატო, რომ რაც შეეხება სურათების გადაღებას, ხალხო ცოტა უხეშად გამომივა, მაგრამ ცხვირში თიც ვერ შეიყოფ, ისე რომ არ დაგაფიქსირონ და როგორ გგონიათ ეხლა, რომ სალომე ვიღაცა გაქირავებული იქ სურათებს უღებს, როგორ ეხუტება თეონა ავთოს. თეონას და ავთოს ურთიერთობა არავის საქმე არ არის საერთოდ, მაგრამ ის მომენტი, რომ სალომეს მიმართ ახლა არის ძალიან დიდი ჰეითი, თან მით უმეტეს არის აუთსაიდერი და ძალიან უდროო დროს და ძალიან დაგვიანებულად მოხდა იმის ახსნა, რომ იცი რა, არაფერ შუაში არ არის თურმე სალომე. ეს არის ძალიან ჩემი აზრით უსამართლო. თეონა გისმენ? მე იქამდეც, როდესაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, მე იქიდან მოყოლებული ხსნი იმ სიტუაციას რა როგორ მოხდა. როდესაც გავიგე სალომემ რომ მითხრა, რომ ასეთი ჰეითი წამოვიდა, ეხლა ამა და ამას მსჯელობენ, მე სალომეს ვუთხარი, რომ მეთქი საღამოს ლაივს ჩავთავ, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ ანუ ეგრე არ არის და თუ შეიძლება ეს ყველაფერი არ გავცელონ არასწორად. და ეგ გავაკეთე. ანუ შეიძლება იმ წამს როგორც კი ტელეფონი მომცეს არ ჩავრთე ლაივი და არ გავაჟღერე ეს ყველაფერი, თუმცა ისევ იგივეს ვიმეორებდი, რაც აქამდე გამიმეორებია და ისევ იგივეს ვიტყვი, რომ როგორც იყო იქ შეხვედრის სიტუაცია, ყველაფერი ავხსენი მე. კარგი, გასაგებია. სალომე, შენი აზრით იყო თუ არა თეოს მიმართვა უკვე დაგვიანებული რეაქცია? იქამდე ჩემამდე არ მოსულა ის ინფორმაცია, რომ ანუ ამ ადამიანის მიმართ ესეთი აგრესია წავიდა. როცა გავიგე, მე ვუთხარი სალოს ეგრევე, რომ სალო, მე ამას აუცილებლად ვიტყვი.
ანუ შეუძლებელია ფიზიკურად ვინმეს ვერ ენახა ეგ ინფორმაცია, როცა გადაჭრელებულია მთელი კომენტარების კორიანტელი და ვიდეოებია გავრცელებული. არ ვნახულობ. მე ძირითადად წერილებს ვნახულობ. ალბათ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ცოტა უფრო მეც მოველოდი თეოსგან. მოდი მაშინ ესე ვიტყვი. ალბათ ჩემი ბრალი უფროა, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, ანუ თქმაში, რომ სალომეს ნუ ადანაშაულებთ, მე ავთოს მაინც შევხვდებოდი და მაინც ვნახავდი და მეორე ფრაზა, რომ ანუ ხალხო თვალებიდან გამოიხედეთ, სალომე ჩემი მეგობარია და ჩემთვის ცუდი არ უნდა და თავი დაანებეთ. მე როგორ გავმარტავ ჩემ მდგომარეობას, შენი აზროვნება გაქვს, მე ჩემი აზროვნება მაქვს ამ შემთხვევაში. მე ისედაც აღნიშნავ ყოველ ჯერზე, რომ სალომე არის ჩემი მეგობარი, ყოველთვის ვერჩი მიდგას, მეხმარება როცა ცუდად ვარ და ასე შემდეგ. ლაიქებზე, დისლაიქებზე ძალიან კარგად ჩანს, როგორი დამოკიდებულებით ვარ მე ამ ადამიანის მიმართ. ეგ ეგრე რო არ ყოფილიყო, მაშინ მე სხვა საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, არც იმას ვიტყოდი, არც ამას ვიტყოდი და გავატარებდი ძალიან ჩვეულებრივად. ანუ რავი, მე თავზე ვიძალა არ არის, ანუ რაც სათქმელი იყო ჩემი მხრიდან, მე იქამდეც თქვი, რო გავიგე ესეთი მომენტი იყო, მაშინაც დავაფიქსირე, რომ არ იყო ეს სწორი და არ იყო სწორი შეხედულება ხალხის მიმართ. მილიონი ხალხია და მილიონი აზრია. ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს. ვერ გავაკონტროლებ მე მაგალითად ყველას აზრს, ვინ რას დააფიქსირებს და რას არა. რატო შეიძლება შენი და ავთოს თემას განიხილავდეს მთელი ქვეყანა 3 კვირა? მეც მაინტერესებს. 3 კვირა. ანუ ყველა თემა მთავრდება ერთხელ და სამუდამოდ. და ანუ საბოლოოდ რა გამოვიდა, რომ ანუ უკვე როცა ფინალისკენ მივდივართ, ვზივარ აუთსაიდერების სკამზე და მთელი ქვეყანა განიხილავს, როგორ გაგიჩალიჩეთ, როგორ შეგახვედრეთ ერთმანეთს, როგორ გადაგიღეთ, რატო ხდება ეს ყველაფერი? მაგალითად, ეგ თემა რო დავასრულე, ამოვწურე. იქ უნდა მორჩენილიყო ეგ ყველაფერი და დავთავრებულიყო ხალხისთვის. ძალიან გასარკვევა დავხსენი მე ყველაფერი. ძალიან გასარკვევა დავხსენი ყველაფერი. უბრალოდ ისე უნდათ რომ აქ თემაზე ისაუბრონ და აი მე რა ვქნა, ვერა ვუკრძალა ვერავის ვერაფერს. გასაგებია, როგორც ხედავ, გიორგის აქვს რაღაც სათქმელი. გისმენ გიორგი? ეხლა რაღაცა მასკარას უყურებ მეცინება. კეთი აღნიშნავს იმას, რომ შემთხვევით შევხვდითო თუ რაღაც. ამ დროს არის ვიდეო, სადაც კეთი და თეონა იღებენ სტორის, სადაც ავთოს ხმა ისმის მანქანაში, მე არ გამომაჩინოთ კადრში. ერთი წამი გოგონი დამშვიდით. ეს იყო ეს გაიგებო. ეხლა მეორე აქეთ არის ფაქტი. სალომეს ვეთანხმები იმაში, რომ ძალიან დამღლელია უკვე ეს ყოველივე, როდესაც შეგიძლია ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა დაუსვა წერტილი და მესამე ხა თეონას შემთხვევაც გაუსმევ ხაზს. თუ არ გინდა კაცთან ურთიერთობა, იქ ვიდეო მასალაცაა, როდესაც ის ეხუტება ვიდეო მასალაში ავთოს და არის ძალიან თბილი დამოკიდებულება. და ეს არ არის საქმის გარჩევა, ეს უკვე რაღაცა სხვა არის და მოდი თქვით, ან მოგწონთ ერთმანეთი, ან რაღაცა ისე გაერკვიეთ, მეგონი ცოტა დამღლელია. პატრიკ. ბოლოს ანა დამიჩაგეთ ბავშვი ზის ჩუმად. ბოლოს. პატრიკ. შენი აზრით, აი ამ გაუგებრობაში ვინ არის მართალი? იცი რა არის, ამ გაუგებრობაში ვინ არის მართალი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან უხდება. ხო, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი ის რომ როცა სალომეს მიმართ მიდიოდა ესეთი საშინელი კომენტარების წერა, აქ საშინელებებს წერდნენ ხალხო, მე ვნახე რაღაც კომენტარები, მე ვფიქრობ, რომ თეონას უნდა ეთქვა, რომ არაფერი არ მოხდა და ეს ამბავი უნდა გარჩეულიყო, იმიტომ რომ ხალხო ეს ინფორმაცია როცა ჩემამდე მოვიდა, მე მაშინ უკვე მაგრამ ზოგადად ამ თემაზე რას ვფიქრობ და ამ თემაზე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის მარაზმი და ეს არის საშინელება, ამას რო განვიხილავთ ეხა აქ ამ მომენტში. აღემატებულება გიორგის გავცე პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ მეც მომენატრებ. მე და თეო ეს მოხდა, ამის დამატება დამავიწყდა, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მე სალომეს და კახის ეჩქარებოდათ სადღაცა წავიდნენ და მე თეო და ავთო წავედით, თეო უნდა დაგვეტოვებინა სახლში. და მანქანაში გადავიღე გიორგის თორი თეოსთან ერთად. გიждები, როდესაც მე რაღაცას გავაჟღერებ, მე ახსენდებათ ხოლმე თურმე რომ დასამატებელი აქვს საპასუხო რაღაც. იქამდე არ აქვს არასოდეს არ აქვს. პროექტი სრულდება და რაც კი გამიჟღერებია საბოლოო ჯამში აღმოჩნდა თითქმის ყველა მონაწილეზე რომ ეს ყოფილა სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. აგია ჩემი კომენტარი.
კარგი, თეთრ შენთან მაქვს შეკითხვა. კომენტარების უმეტესობაში არის ვარაუდი თუ სად შეხვდით ერთმანეთს. მაინტერესებს კონკრეტული ლოკაცია, სად შეხვდით ერთმანეთს. რადგან ეს მეტროს უკვე ბატონო ნაძალადების მეტროსთან შევხვდით, იმიტომ რომ ჩვენს ნახალოკაში ადგილას შევხვდით ერთმანეთს, რამე დასამალი რო ყოფილიყო, ის სასწაულია, მილიონი ხალხი მოძრაობდა იქ. კიდევ რაღაცას დავამატებ რა. დიდი მადლობა. ბოდიში რაღაცას დავამატებ, ვერ წარმოიდგენთ როგორი საშინელებები იწერებოდა სალომეზე. და ძალიან დიდი თხოვნა მექნება ადამიანთან და ყველა მიხვდება ვიზეც ლაპარაკი. სანამ ამ ადამიანს ესე ილაპარაკებთ, თუ შეიძლება პირი გამოირენცხეთ და დაინახეთ სიკეთე ამ ადამიანს. მარტო რაღაცა იმას მოხდება. ძალიან დიდი მადლობა. ქეთი, რადგანაც ჩვენ ახლა ძალიან ბევრი მაყურებელი გაეცი პასუხი ადგილმდებარეობასთან და ლოკაციასთან დაკავშირებით. და ეხლა მინდა ჟიურის ვკითხო. ნუ კი. შენ, როდესაც ეს დიალოგი შედგა, ადგილზე იმყოფებოდი. კი. შენ დამოკიდებულება მაინტერესებს და შენ ზით რამდენი საკმარისი იყო თეოს განმარტება. იცი რა, მე გოგოებსაც უთხარი არაერთხელ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე თქვენ მხარეს ვარ და მე მინდა რაღაცნაირად თქვენი თავი წარმოაჩინოთ სწორი მხრიდან. და მაყურებელს დაანახოთ ის რაც არის, ამიტომ სულ ვიმეორებ, გთხოვთ, არაფერი არ დამალოთ, აუცილებლად ილაპარაკეთ. და თეო ხო გითხარი მაშინაც, რომ თქვი, აუცილებლად თქვი და დაასრულე ეს თემა, თუ მართლა გინდა რომ დასრულდეს. იმიტომ რომ რადგან აი მართლაც მაშინ იმ გამოკითხვის დროს, რაც Facebook-ზე იყო და ჩვენ გისვამდით კითხვებს, 99% იყო თავიდან ბოლომდე მაინც ეს თემა მუსირებდა, ესე იგი არ ყოფილა პასუხი გაცემული და უნდა თუ გინდა რომ მართლა დაასრულო, უნდა თქვა აუცილებლად. თუ მართლა გინდა რომ სალომეზე არ ილაპარაკონ, უნდა გახვიდე და იკივლო და იწივლო, რომ გთხოვთ, ამას მიუძახეთ. თქვენ ხელში. რეალურად ყველაფერი არის თქვენ ხელში. არ მინდა ჩემზე ილაპარაკონ, გავდივარ და ვიძახი. ეს ესე ყველაფერს გაცემულია პასუხი, ამაზე აღარ საუბრობენ. მინდა რომ სალომეს არავინ არაფერს არ აბრალებდა, ეს გავდივარ და ვიძახი, რომ ეს შენთვის ვიძახი ამას, რა თქმა უნდა. შეხედეთ, იქ კითხვები იყო ძირითადად ჩემი და ავთოს პირადი კითხვები იყო რა ხდება, რა როგორანაირად, ანუ მან წინა შაბათს ვიტყვი ისევ. მე ხო ვთქვი რომ მორჩა ყველაფერი. ანუ იმ საუბრის მერე ავთომ ბოდიში მომიხადა მთელი გულით მართლა, იგივეს ვიტყვი, მომიხადა ბოდიში თავისი საქციელების გამო. გასაგებია, ჩემი პასუხი იყო ეს, მორჩა იქ არანაირად არაფერი არ გავრცობილა და ისევ აინტერესებს ხალხს ჩვენ შორის თუ ხდება რამე. ანუ ეს ჩვენ შორის რაც დიალოგი იყო იქიდან გამომდინარე, მაგას არ გავაჟღერებ, ეგ ჩემი და ავთოს პირადი საუბარია, რასაც საჯაროდ ვერ გამოვიტან. გასაგებია, მაგრამ პირველ რიგში მონაწილეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ისინი არიან ყველაზე რეიტინგული შოუს მონაწილეები. ალბათ კითხვები, რომელიც უგროვდება მაყურებელს და არ არის ბოლომდე გაცემული პასუხი, იქ მერე იწყება მაყურებლის მხრიდან თავისი ვერსიების განვითარება და აუცილებელია საუბარი. გახსოვს მარიამ წინა კვირას გიორგისაც ჰქონდა ანალოგიური შემთხვევა, როცა თხოვა რომ ამოეღოთ და არ გაეშვათ პირდაპირ ეთერში ხო? და შეექმნა და სულ სხვანაირად მიიღო მაყურებელმა და იყო ძალიან დიდი ჰეიტი ჩემზე ამ ალბათ კიდევ ერთხელ უნდა დამჯდარიყავით და ყველანი ერთად აგეხსნათ რახან ესეთი ინტერესია. ნუ კი, ჩვენ რო ოთახში ვიყავით, ახლიდან ხომ ჩვენ რო ოთახში ვიყავით, ახლიდან ხომ მოვყევი ყველაფერი, რა როგორ იყო. აი ნახე, აი სწორედ ახსენა ავთომ გიორგის შესახებ, როდესაც ხელს აწერ რეალიტი შოუზე და მით უმეტეს ურთიერთობა არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახის ურთიერთობა, მეგობრობა თუ სასიყვარულო თუ სიმპათია არ აქვს მნიშვნელობა, ხდება ამ რეალიტი შოუში, აი გიწევს ზოგჯერ რომ დაღეჭო და თუ შენი მაყურებელი, შენი მხარდამჭერი, შენი გულშემატკივარი რაღაცას გეკითხება, აი გიწევს რომ და მით უმეტეს როცა ალბათ არ ვიცი ეს ჩემი აზრია თეო, აი ხო იცი რომ მე და შენ მეგობრობთ წლებია. როცა მეგობარს ეხება საქმე, მაშინ ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა იყილო და იწივლო ამაში. ხო, არა, მე მართლა დედას გეკითხები, როგორც კი გავიგე, აი მართლა როგორც კი გავიგე, რომ მსგავსი ტექსტები იყო სალომეს მიმართულებით, მე სალომეს ეგრევე ვუთხარი.
ეგრევე ვუთხარ, რომ სალო მე ამას საღამოს ტელეფონებს რომ მოგვიტანენ, აუცილებლად ჩავთავ ლაივს და გავაჟღერებ და კამერებშიც ვიტყვი. იყო ეგ ფაქტი. ავხსენი, ისევ იგივენაირად ავხსენი და ისევ ხელმეორედ დავღეჭე და კიდე ხელმეორედ გავაგებინე ხალხს, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის. თუმცა ისევ გავიმეორე. სალომე, ეს ყველაფერი იყო საკმარისი შენთვის და შენი გულშემატკივრისთვის. როგორც ჩანს, ხალხმა ვერ გაიგო, ანუ შედეგი ექნებოდა ყოველ შემთხვევაში. შენი აზრით ამას გავლენა ექნება შენს გულშემატკივრებზე? ფოტოშორის ჩემს მიმართაც ძალიან ბევრი აგრესია წამოვიდა იმის მერე როგორც ყველა მომანაწილის მიმართ და გადავიდეთ შემდეგ განვაგრძელოთ შვილებზე აგრესია და მაშინ ხმარ აღმოუღია ბოლო ორი ლაივის შედეგად მე არა ვითომ არა კარგი ახლა გეყო კარგი ბოლო ორი ლაივის შედეგად ხმათა უმრავლესობა მოიპოვა თეომ, რაც ხოთ შორის ანისთვის გასაკვირი აღმოჩნდა და ეს ყველაფერი პირადად უთხრა მას. რა თქმა უნდა, ამან წარმოშვა კონფლიქტი. ნახოთ ვიდეო. დღევანდელი დღე რო შევაფასოთ, რა გააკეთა თეომ? ეძინა, ადგა, ჭამა, მერე კიდე დაწვა, კიდე ცოტა ხანი ეძინა. მე ეთყობა დეპრესიაში იყო, ცოტა ხანი კიდე ადგა. სიგარეტი მოწია, მე ისევ ადგა და ისევ მოწია ფარდის უკან სიგარეტი და მე ისევ დაწვა. და დღევანდელი დღე ამოიწურება ისე, რომ თეონა ისევ დაწვება და ისევ გააგრძელებს ცილს. თეოს გულშემატკივრებო. მაგრები ხარცა. ის შენ საღო. რამდენი გულშემატკივარი ყავს ანუ? მადლობა. ტიპი მინა არაფერს არ აკეთებს და ამდენი გულშემატკივარი ყავს. აი კაცო, რა იცი რა არაფერს არ ვაკეთებ. ესე შენ თვალწინ რო არაფერს არ ვაკეთებ მიგონი ეძახი. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. ჩემი აზრით. და აფერისტი ხალხი არ მომწონს. ვიზია მოფაფერისტი. საერთოდ ზოგადად. ხა. პატრიშკა. Ой, тало. Oh, today is Simon. Skavsi aperistalvis, bedaivatile. აფერისტი მე კი არა, შენ ხარ და შენ სიტყვებზე პასუხისმგებელი შენ ხარ, რა რო იცოდე. აი მე ცუდა და თავი ხوارფის მიარტყა. ზოგადად თქვი აფერისტებს ვერ ვიტყვი მეთქი და თავის თავზე რატომ მიიღო? ой тало. ვახტი. და კიდე მე მეძახიან აქ აფერის რა. ხედავ, თავის თავზე მიიღო, იმიტომ რომ ალბათ არის. თუმცა მე გამიგულისხმია. შოკი მაქვს. რა გავაკეთე, აფერის თავს ვერ ვიტანდა. ой тало. თეო, ვინ არის აფერისტი? ზოგადად თქვი ეს საერთოდ, ანუ ეს ანის არ ეკუთვნება. არა. რო იყოს ეგრე ვიტყოდი, რომ ანი აფერისტი ხარ. უბრალოდ ზოგადად თქვი, მაგრამ რაღაცა თავის წინა თავზე ვიდეოს მიიღო. თემას დაუბრუნდები და ჩემი აზრით, ეს არის მთელს ტელესივრცეში, ეს ვიდეო არის ყველაზე აქტუალური, იმიტომ რომ პირველად თეო და სალო აქტიურობენ ვიდეოს მიღმა. საინტერესო იყო ნამდვილად. ღამის 3 საათზე გადაღებული. ანუ ღამის 3 საათზე არის ეს ვიდეო, სადაც მე უბრალოდ წამოწოლილი ვარ. ღამის 3 საათზე თავდაყირა ვერ დავდგები, ძალიან დიდი ბოდიშით და ანუ გამოყავთ ისეთი თქოს მე სულ მძილავს. ღამის 3 საათზე რადგან თავზე არ ვდგავ არა, რავი, არ ტრიალებ ბრეიკდანს კი, როგორია? ერთი გვერდიდან მეორეზე გადაგიხარ. მე 3-დან რო ახლა შუა ღამისას ბოდიში. ანი, როგორც ვიცი, შენ გაგიკვირდა თეოს გულშემატკივრების რაოდენობა, რატომ გიკვირს? იმიტომ მიყვარს რომ რავი, ჰაერში ხვდები ვიკვანძები და მე არ მყავს მაგდენი გულშემატკივარი. თვლი თუ არა რომ სამართლიანია ეს მისი რა გულშემატკივრების თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რახან მიიღო
გადაწყვეტილება ხალხმა, ესე იგი არის სამართლიანი და მივესალმები ამას. სალომე, შენ ქონდა ძალიან საინტერესო რეაქცია. რატომ არ ჩაერიე, იმიტომ რომ თეონას ეთანხმდები თუ უბრალოდ არ ეთანხმები თუ რატომ? არა, უბრალოდ არ ღირს. ანუ ეგრე ჩავთვალე, რომ ჯობია არ ჩაერიო ხვის კონფლიქტებში, როგორც ხედავ. სწორი არჩევანია. პატრიკ. ხო. შენი აზრით თეო ძლიერი მონაწილეა? გააჩნია რა კონტექსტში მეკითხები? რა კონტექსტში ძალიან გაუკვირდა? იცი რა არის, თეონა ესე ცალსახად რო ავიღოთ. შეიძლება ითქვას, რომ არის ძლიერი მონაწილე, მაგრამ მე თეონას ვუთხარი მიზეზი, რის გამოც არ ვთვლი ძლიერ მონაწილედ, იმიტომ რომ თეონამ ამ პროექტში ვერ გააკეთა დროის მენეჯმენტი სწორად, ზედმეტი დრო დაუთმო, არა მომგებიან რაღაცა ურთიერთობას, აქედან გამომდინარე ესე მოხდა, თორემ მე ამით იმას არ ვამბობ, რომ თეონას ზოგადად ისეთი უბრალოდ ამ პროექტში თეონა დაიკარგა, მე ვფიქრობ. ეს არის ჩემი კომენტარი ამ საკითხთან. არა, აი ნახე უყურე, ძალიან დიდი ხანი დასაწყისიდანვე აი ეს ავთოსთან ურთიერთობის ამბებში იყო ჩათრეული და თითქოს საერთოდ სხვაგან წავიდა, რაღაცა ვეღარ აუწყო ფეხი ჩემი აზრით, მე უკვე იმ განვითარებულ რაღაცებს, რაც პროექტში უკვე გაიზარდა და უკვე ძალიან ბოლოში მოვედით თითქმის. შენი აზრით თეონა არ არის აქტიური? თეონა არის აქტიური და ამ ბოლო დროს ეს ამ ყველაფერს ყველა კარგად ხედავთ, უბრალოდ ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ცოტა ადრე უნდა დაეწყო. გიორგი, შენ რას ფიქრობ? მე არაფერს არ ვფიქრობ საერთოდ. კარგი, მაშინ კონკრეტულად ვიქავ, შენი აზრით ვინ არის ყველაზე სუსტი მონაწილე პროექტ Prime House-ში დღეს, ამ ხუთაურში? რა ვიცი, რადგან აქამდე მოვიდა ეს 4-ეული, პატრიკი და გოგონები, ესე იგი საინტერესო ძლიერი მოთამაშეები არიან. ესე მგონია. ყველა თამაშობს თავის თამაშს. ყველას აქვს თავისი ტაქტიკა. ვიღაცას წოლითი აქვს, ვიღაცას ჰიპერაქტიულობა აქვს, ვიღაცას რაღაცა ძალიან ვის აქვს წოლითი? ნუ ისე ვიძახი, ზოგადად ვიძახი, ანუ მე მონაწილეების ჩამნათოთ. ვიღაცას იუმორით აქვს, ვიღაცა მოჩხუბარია, ჩემზე მოვიშვირე ამ შემთხვევაში. ანუ ყველას აქვს თავისი რაღაცა როლი, რომლითაც თუ გამოგდის, ამ როლით გადიხარ ბოლომდე. გამოგდის და აკეთებ, რა პრობლემაა? გასაგებია. ანის და თეოს შორის კონფლიქტი კიდევ ერთხელ მოხდა ამ კვირის მანძილზე, რადგანაც როგორც აღმოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, ანის ოჯახის წევრის შესახებ არც თუ ისე კარგი ინფორმაცია გავრცელდა, რისთვისაც პასუხი მან თეოს მოთხოვა. მოდი ვნახოთ ვიდეო. ხოდე, კიდე მესმის. ვის შეხვედრენ? არის და პრობლემა, ეხლა მე დაუძახებ კამერებს და ძალიან ჩვეულებრივად გამოვაცხადებ ამას, რომ ჩემ ოჯახის წევრს ვინმე გაეკარება, 7 თაობით დავამძიმებ. შეგიძლია ნაკოლი მომცემ მითხარი ვისი გულშემატკივარია. ჩართე ხა ტელეფონი. რა. შენ გულშემატკივრებს. რა. არ მაინტერესებს. ვინ ყავს, ვინ არ ყავს, როგორ ყავს, რანაირად ყავს. ჩართე და უთხარი, რომ ჩემ ოჯახის წევრებს არ გაიკაროს. შენ ოჯახის წევრებს ახსენებს ვინმე? კი. საერთოდ არ ელაპარაკოს არაფერი, თან მით უმეტეს ნატალიზე თუ მე როგორ მყავს გაჩენილი. იბაზრე მაგაზე, ხვდები? ანუ თუ ჩემთან რამე პრობლემა არ გინდა, იმიტომ რომ იქ ვერავის ვერ მივწოდები მე, ანუ შენგან უნდა მოვაგვარო მე ეს პრობლემა, ხვდები? შენ უნდა დაურეკო და შენ უნდა უთხრა. მე ხალხს ეხა, ანუ ლაივში. ჩართე ლაივში და თქვი, რომ ზედმეტად ნუ რავი, ნუ ლაპარაკობს ჩემს შვილზე. ეხლა თუ დამაცდი შევალ და ვიტყვი. ხო, ეხლა რო შეხვალ, ეხლა უნდა თქვა. ხო, აი ყველაფერი. ხო, ვიტყვი აუცილებლად. რომ ჩემო გულშემატკივრები აყენეთ და ანის შვილს თავი დაანებეთ. გასაგებია, მე მაგას ვიტყვი, მაგრამ შენ მე ნუ მემუქრებ. ანი, რის საფუძველზე ჩათვალე, რომ უშუალოდ თეოს გულშემატკივრები შეეხნენ შენს ოჯახის წევრს? თუ შეიძლება რის საფუძველზე ჩათვალე, რომ თეოს გულშემატკივრები შეეხნენ შენს ოჯახის წევრს?
ზუსტად ეს ფაქტი იყო დაახლოებით 2 კვირის უკან. თეოს გულშემატკივარმა მიაყენა გიორგის შეურაცხყოფა და ეს თემა უკვე განვიხილე და თეონას უნდა ეთქვა და გაეფრთხილებინა, რომ არც ერთი პრაიმ ჰაუსელისთვის არ მიეყენებინა და მით უმეტეს მათი ოჯახებისთვის აი ეს ზიანი, როგორც მე მომაყენა მეორე კვირაში, მაგრამ მე და თეომ რა თქმა უნდა გავარკვიეთ ეს საქმე, თეომ გადარეკა, გააფრთხილა და იმის მერე არ ყოფილა არაფერი. ამდენად ახლობელი ადამიანი იყო, რომ გადარეკა? თუ Facebook-ო აიფულის ხმობ უბრალოდ. ანუ მოდი მეტი კონკრეტულად. არა, TikTok-ში ჩართო და ყველას მოუწოდა, რომ თქვა TikTok-ზეც და ისედაც კამერებთანაც, ანუ არა. ვინ ჩემს გოგონას არასდროს. გასაგებია, გიორგი. შენ და ანის ოჯახის წევრებს ძალიან ხშირად ცუდად მოიხსენიებენ ხოლმე. შენი აზრით, რამ გამოიწვია ესეთი აგრესია? ეს გამოიწვია იმან, ნახე სად გვაქვს ჩვენ ყველაზე სუსტი წერტილი, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი შვილები, ჩემი ძმის შვილები და ურტყავენ ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მაგრად მოგხვდება ჩვენ გულში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ერთ რაღაცას რა. ამით თქვენ ვერაფერს ვერ მოიგებთ. ამით უბრალოდ ავლენთ თქვენ რეალურ თავს და ამით თქვენ ვისაც გულშემატკივრად იმას ანუ აფუჭებთ იმ ადამიანს და ის წააგებს ამ თამაშს. გამიგებთ. კარგი, მე ერთი შესწორება მინდა შევიტანო. ხშირად არ იყო ეს თითო შემთხვევა? არა, ჩემთან იყო ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ ვიყავ მე მაშინ გაღიზიანებული, რომ ერთი კვირის განმავლობაში ვითმენდი ჩემს შვილზე და ჩემს ძმისშვილებზე შეურაცხყოფებს, როგორც პირად შეტყობინებებში, ისე კომენტარებში. უბრალოდ ერთი კვირა ვითმენდი და სადღაც ვიფეთქე. აი ეს იყო ჩემი ამბავი.ანი, შენ შემთხვევაში ეს პირველად მოხდა, ხო? პირველად იყო. იმიტომ რომ მე ვაპირებდი, რომ ჩემი შვილი საერთოდ არ გამომეჩინა, არავის არ ცოდნოდა, განა იმიტომ რომ მე არ მინდა. უბრალოდ ესე ჩავთვალე, რომ უფრო დაცულად მეყოლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. კი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა. ზოგადად კიბერბულინგზე ბინძური და მიუღებელი საქციელი ძალიან ცოტა რამე არის და ყველას გირჩევთ, რომ ესეთი ზიზღი არ გასცეს სხვა ადამიანების მიმართ, რადგანაც ყველაფერი ბრუნდება ყოველთვის. და ეხლა გადავიდეთ იცით რაზე? იმ მოვლენაზე, რომელმაც აი სამი ქალბატონი დღეს აუთსაიდერის სკამზე დასვა. ნახოთ ვიდეო. გონია რომ ის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილია. მადლობა ძალიან დიდი. მე უწერ არ მოწონება სალომეს. და რა ტაქტიკა არის ზუსტად რომ აგვიხსნა? არ ვიცი. ანის ჩემი არ მოწონება. ეს არის სალომე კაპანაძე. ჩემს არ მოწონებას უწერ არის. თუ ამას დავუწერი ისევ თეონას არ მოწონებას. რა უნდა შეიცვალო? შენ გააფუჭე შენ ლაიქი ახლა. რომლითაც მე გავხდებოდი სამართლიანად ბოსი. ანუ ეს შენი გადაწყვეტილება იყო. ეგაც ვიფიქრე. თეონა, ელოდი რომ დღეს კვლავ ამ სკამზე იქნებოდი? რა თქმა უნდა. და გაქვს დღეს შენი გულშემატკივრების იმედი? რა თქმა უნდა, ჩემი გულშემატკივარის იმედი ყოველთვის მაქვს და ჯანჯერა მაქვს. და რატომ ელოდი რა თქმა უნდა დღეს აქ ჩდომას? იმიტომ რომ სახლში სიტუაცია ისე არ შეცვლილა იმ კვირაში, რომ ვიღაცა ჩემზე აზრი შეეცვალა. ზოგადად. გასაგებია.ანი, კვირის მანძილზე ბევრჯერ აღნიშნე, რომ თეო ძალიან პასიურია. დიახ. რაც შენ არ მოგწონდა. არ მომწონს. მაგრამ შენ დისლაიკი მაინც სალომემ დაისახურა. სალომეთ არ მომწონს. ეგეც პასიურია. ანუ უფრო მეტად არ მოგწონს სალომე. ორივე ერთად. მაგრამ მე ხო ერთი დისლაიკი მქონდა და გადავწყვიტე რომ სალომეს, იმიტომ რომ წინა კვირაში ჩემი ერთი სიტყვა და ერთი დისლაიკი ამოიჩემა და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეხლა ეს დისლაიკი ამოეჩემა. კარგი, რატო არ მოგწონს არც ერთი? მე მინდა ბევრი თამაში. იქ არის ტელეფონი, მაქვს არც მუსიკა, არც არაფერი და რა გაკლია, გოგო, თამაშ ჩელენჯები გაკლია, სულ მაგას ვაკეთებ 24 საათი. 24 საათი მაგას ვაკეთებ. გეტყვით ახლა რა მაკლია. ჩემი გიორგი 24 საათი ჭურჭელს რეცხავ და ჩემთვის არცალია. ესენი წვანან, არაფერს არ აკეთებენ და ნერვები მეშლება სუსტად მაგაზე. მაგრამ გადადი არ გეთამაშებიან. ხო კარგად ვიცეკვეთ, ხო კარგად გავეთებ სიმღერის დროს საღამოს, ხო კარგი იყო. მე ხო ვაკოცერ მაგისთვის. ხო, მე ჩაგეხუტე, ძალიან ბევრი ვიცეკვეთ და ცეკვეთს გასწავლე რაღაც. მაგრამ გოგოები არ გეთამაშებიან. არ მეთამაშებ. სალომე, შენ კვლავ გიორგისგან მიიღე არ მოწონება. შენი აზრით რატომ? რადგანაც რა ხალი მიზეზი იყო ამ კვირაში შენი არ მოწონებისთვის?
გიორგისგან დისლაიკი? არა, ეს პიროვნული, როგორც თვითონ ახსნა, ეს პიროვნული რაღაცები გადავდეთ გვერდით და ეს უკვე ტაქტიკა ასეთი, რომ თამაშია ჩვეულებრივი ხალხი ხრი დავში, ხა ჩემ თავს ხო არ დაუწერ, ვერ გავიგე. დავაკვირდი და იმ მთელი პროექტის განმავლობაში, ვისაც კი ჩემთვის დისლაიკი აქვს დაწერილი, არის გიორგი და ანი, ეხა უკვე. გიორგი, ამჯერად ჩვენ დისლაიკი არ იყო პერსონალური, ეს იყო უბრალოდ იცი რა, მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც მე ამ აუთსაიდერების გამო სისტემატიურად ჯდებოდი, ყველა მიწერდა დისლაიქს, მაგრამ პრეტენზია და პრობლემა არ მქონია ამაში. იმიტომ რომ ესე უნდოდათ, ხო? ნუ ბევრი მე რატო მაინც ხო, წავიდნენ ისინი სახლში, რაც თავარია. მაგრამ ეხლა რაც შეეხება სალომეს, სალომესთან იყო პიროვნული დისლაიკი, მაგრამ ეხლა ხუთნი დავჭით. მე ვიცოდი რომ პატრიკი მიახლოებით უწერდა თეონას და ჩემ ხმას აღარ გავაფუჭებდი. აქედან გამომდინარე დაუწერე სალომეს ტაქტიკური სვლა არის, იმიტომ რომ გამოდის რომ მე უნდა დავждე მაშინ. ანას არ დაუწერდი, პატრიკსაც არ უწერდი. ამ ორიდან უნდა გადამეწყვიტა და იყო სალომე. არაფერი პირადული, მხოლოდ არაფერი პირადული, საერთოდ აღარაფერი პირადული. აქამდე პირადული იყო. აქამდე ვიძახდი რომ პირადული იყო, ტაქტიკის ნაწილია, მშვენიერი. მე არ მალავ რომ მე თამაში ვარ. რა თქმა უნდა, თამაში ხარ ყველანი. ხალხი ესენი მაინც ისე არიან. პატრიკ, რატომ გააფუჭე ბოლო ლაიქი? გიორგის სიტყვები ჩვენ გააფუჭე ბოლო ლაიქი. ამ ბოლო ლაიქამდე მინდა გითხრათ ის, რომ მე ვფიქრობ, რომ უკვე ისეთი ეტაპი გვაქვს ამ პროექტში, რომ უკვე ძალიან სამართლიანად უნდა წავიდეს ყველაფერი და პირად წყენებზე და შენ ჭიქა არ მომეწოდეს, უკვე აღარ უნდა დავწეროთ მოწონება ან არ მოწონება. რაც შეეხება ჩემს დაწერილ არ მოწონებას, თეონეს მიმართ ეს ყველაფერი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რაღაცა პირამიდა ხომ აქვს, ჩემი გემოვნებით გაკეთებული დარჩენილი მონაწილეებიდან ვინ ხო და აი ამ პირამიდის საშუალებით სარგებლობ. ხო, რაც შეეხება გიორგი რატო გავაფუჭებ, არ ვიცი, ეხლა ამას დამიჯერებთ თუ არ დამიჯერებთ, მაგრამ ისეთი ის ქვებოთ, რომ ვერ ხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ანუ იმდენად კონცენტრირებული ვიყავი მარტო გოგო, ანუ აი ამ სამ იმაზე რომ ანუ რა გამეკეთებინებისთვის დამეწერა როგორ მე და პატრიკ მაინც გავარკვეთ ერთმანეთს და ძალიან მარტივად მივხვდი რომ ანუ ეს არ იყო გამიზნულად ეს გაკეთებული და ჩვენ მარტივად მოგვართ თორთან. ხო, ანუ არ მიფიქრია ამაზე რასაც. კარგი, თეო. შენ პატრიკმა ორი არ მოწონება დაგიწერა, მაგრამ საბოლოოდ ბოსის კანდიდატურებისთვის ხმის მიცემის დროს შენ პატრიკს მიეცი ხმა და არა გიორგის. რატო? არ ვარ ნაწყენი ამ ადამიანზე, ანუ თავისი გადმოსახედიდან, თავისი გადმოსახედიდან როგორც თვლის საჭიროდ ისე რეალურად ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყვანები და ყველას ახლა გვინდა თუ არ გვინდა 5 ადამიანი რომ დავრჩით, ძალიან რთულია რომ აქ რაღაცა დაყოფილნები ვიყოთ, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში გაგიჟდები ფიზიკურად, ხო? აქედან გამომდინარე უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ ეს დასახელების დღე არის გარდაუვარნი ღონისძიება ჩვენს პროექტში და აქედან გამომდინარე გვიწევს რომ ღონისძიებას დასაკეთებია როგორც ხედავ პირადულები უკვე გადაწიეთ უკანა ფანკზე და ახლა მინდა ჟიურის ვკითხო თუ ელოდით ასეთ შემადგენლობას დღეს მე ველოდი, კი. ელოდი? კი. მე რა ხსენით მეგონა რომ ამდენი გოგო რო იყო ერთი ბიჭი მაინც იქნებოდა აუთსაიდერ. არა, მე ვერ. არა, ნახე უმრავლესობა რა გოგოები არიან და უმცირესობაში ხართ ბიჭები ამ შემთხვევაში. მეგონა რომ ერთი ბიჭიც იქნებოდა. ნახე რა ლამაზად არის დალაგებული. ხო, ძალიან ლამაზები არიან ნამდვილად. მე ველოდი. და ვფიქრობ რომ ძალიან სამართლიანად რატომ ელოდიო? ანუ მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები უნდა იჩნენ დღეს აქ და არა ბიჭები. ჩვენივრად გამოიყურებიან ძალიან ერთად. კარგი, ხმის მიცემის ცერემონიალის შემდეგ ანიმ გააკეთა თავისი პროგნოზი. მისი აზრით SMS ლიდერი გახდებოდა თვითონ, თეონას გადაარჩენდა ჟიური, ხოლო სალომე ნახოთ ვიდეო. საერთოდ რა შეგნებაზე და რა ზრდილობაზე და რომელ პატივისცემაზე ელაპარაკი, აი ვერ ვხვდები. რა მოხდა ხოდა? რა ხდება? აი რა ხდება და ანი ამბობს, რომ მე გავხდები ხმის ლიდერი, თეოს გადაარჩენს ჟიური, სალომე ნახლერამ. თეონა ჟიური გადაარჩენს, ხალხის შერჩეული გავხდები მე, სალომე. აი ესეთ რაღაცას ეკითხეს. ეტყვი ხოლ მაგას? რა თქმა უნდა, ხო მაინტერესებს რას ნიშნავს. გუში შემიძლია დარგავაყოცა. არ მიყადებ ეგეთ რაღაცას, რომ რას ნიშნავს სალომე? ანუ სალომე წავასხა.
ნახლა რომ რა მიმართვა ეს ჩემი ესეთი საუბარია. რა გოგო შეგაგინო და გითხრა რომ ჩემი საუბარია თქო რას მეუბნე სად არის შენი ზრდილობა სად არის პატივისცემა რა სალომე და მე ხალხის შეეული გახდები მე დადგები და იტყვი რომ აი მე ხალხის შეეული გავხდი სალომე და მე მაგარი გოგო ვარ ნუ ეს არის ჩემი ესეთი ჟარგონი საუბრის. რა გოგო სალომე აღარ გაბედო მეორედ მაგის თქმა აღარ გაბედო კარგი ხო თქვენ ხა ადექით მეორე ადექით ახლა არა მეორე და აღარ დაგინახო ეგეთი ბაზარი არა ეგ არის უზრდელობა რო იცი ჩემი უზრდელობაა ხო და უზრდელობა ხო და ჩემი უზრდელობა და შენი ხო და არ დამიმსახურებია მე ეგეთი სიტყვები სალომე ესეთი საუბარი მაქვს და მე ხა ვიღაც შენ რო წახვი და მე რა უნდა ვთქვა რომ არის მე არ ვარ უზრდელი ადამიანი ხო და ეგ შენ მოიტყვი და ეხა ადექით და მოაწესრიგეთ სახლი რაღაცები დაალაგეთ რაღაც ხო შენ დაიწყე სიზავს როგორ შენ თქვი უზრდელი გოგო ანი რა იგულისხმე სიტყვას გულისხმობ ალბათ ხო ნახლერერემ ნიშნავს განმარტება პირდაპირ განმარტებით ნიშნავს ცოდვას მაგრამ ჩემი ენაზე მიბრძანებას ნიშნავს. ცენზურა რატო ადევს ვიდნე იმას? ხალბატონი სალომე, რომელიც თელ პრაიმ ჰაუს აფარებს ერთ ამბავს და იძახის ჟიურიდან დაწყებული, მაყურებლიდან დამთავრებული, იძახის რომ ბანძები ხართო, ეხლა მე გავხდი? ეხლა გავხდი? ანუ მე გავხდი? ჩემი ერთი ესეთი ლექსიკონიდან სიტყვა ამოღებული გახდა ბანანების როლა დედის შეგინებათ ამ ვიდეოზე. ანუ ბანანების როლა და დედის შეგინება ჩემს დილობასთანაც აკავშირებს. არა, მაგრამ მე ახლა მინდა შენგან კომენტარი კონკრეტულად ამ ვიდეოზე და ამ სიტყვაში რა შეიძლება გონია რომ მე ვთქვი ჩვენი ოკუპანტის ენაზე გონია, მაგრამ ეს არ არის ეგ. და არის მიბრძანებას ნიშნავს შემენაზე. კაი, თუ ესეთი ძალიან კაი სიტყვაა, თუ არაფერს არ ნიშნავს და რაღაც მაშინ დღეს ყველამ ერთად ნახოთ როგორ მიბრძანდება და ნახლერებს როგორ იზავს ანი ყიფეზე. ნახოთ. სალომე, ანი თვითონ რომ თეო არის ყველაზე პასიური მონაწილე, მაგრამ დისლაიკი მაინც შენ მიიღო. კი, დისლაიკი კი არ მიიღო, უბრალოდ თulis რომ შენ გავარდები პროექტიდან. შენი აზრით, რატომ გადაანაწილა ანიმ ესე თავის წარმოსახვაში ეს ყველაფერი? ხო, არ ვიცი, როგორ შეიცვალა ეს რაღაც დამოკიდებულება. ჩემი დისლაიკით ყოლად არ დამიწერია ანის მიმართ, იმიტომ რომ ვერ გავიგე, ანუ მართლა ვერ გავიგე. ერთ დღეს ისეთია, მეორე დღეს ისეთია, მესამე ეს ჩემი საქმე არ არის, როგორც უნდა ისეთი იყოს მართლა, მაგრამ როცა სახლში სიმშვიდეა, სიწყნარია, არაფერი ისეთი რაღაცა ქაოსური არ ხდება. ხო, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ აი იმ ქაოს რაღაც მინიმალურს მაინც ანი ქმნიდა და დაუწერა დისლაიკი. ძალიან კარგი. მე მივესალმები ქალბატონო სალომეს დისლაიქს. გასაგებია. ამ კვირამ გიორგი ნაზრაიძისთვის სხვათა შორის მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა თითქმის, მაგრამ ბოლოს მაინც სადღაც მაინც მიფეთქე. რაღაც მოხდა. მოდი ვნახოთ რა მოხდა. ჩემო მეგობრო, არავინ თავს რო არის კონსტრუქციის ერთქვაში. ჩემ გარდა. მე უნდა გადმომეცეს პრაიმ ჰაუსი ყველაზე წარმატებული თუ ფავორიტი მრეცხავი. დადაბირი, ავიშვარი ადამიანები. ჭურჭელი 1000 კაცის დავრეცხე თავიდან ბოლომდე ნასომა ტიპმა მე მარტო. გიორგი. არ მაინტერესებს სუში წამეთ ფეხებზე მკიდე. აი გიორგი ხა. კაცები წაკუზულებიოთ ამ პროექტში იმინა მთელი 2 თვეა და ქალი იყენებს სექსის, ბულინგს, რო თუ ეტყვი იატაკი მოწმიდან ჭურჭელი დარეცხა საჭმელი. ანუ ვინ იყენებს მაგას? ჭურჭელს რეცხავთ მე, იატაკს წმენ, ნაგეცებს გიკეთებ შენ, არაფერს აღარ გავაკეთებ. დილით რო გგებოდი და ვალაგებდი მას გაწყრიალებული სახლი ვხდე და მოვჩა. ანუ როგორ ჩანს ეს ვერავინ ვერ დააფასა, იმიტომ რომ საბოლოოდ თუ რამეს გააჟღერთ არის სექსი. ანუ დღეს ამოგასხა, დღეს იყო ეს მომენტი. ეს იყო პიკი დღეს. იმიტომ რომ შენც არ გწეს არავინ პატივი. შენ ხარ სტუმარი, სტუმარს მაინც უნდა სცე პატივი. სტუმარი, რომელიც მოვიდა, სტუმარი ჟიურის წევრი,
ქალი პატივი უნდა სწერვა, ის ჭურჭელი არ უნდა იყოს თავზე საყრელი. გიორგი, თითქმის 2 თვეა უკვე უმეტესად ჩვენ დგები ადრე, რეცხავ აწესრიგებ, ავაგებ. არის ეს ასე? კი, ეს ესეა, მაგრამ იმიტომ კი არ ვაკეთებ ამ გოგოებმა თქვეს რომ გიორგი ადრე დგებაო და ამიტომ რეცხავს ჭურჭელსო. ამიტომ კი არ რეცხავ ჭურჭელს. უბრალოდ საღორეში რო არ ვიყოთ, ამიტომ რეცხავ და ღამით ერთი წამით აშე არ დაუკრათ. იმიტომ კიდე დამატებით რომ ღამით როდესაც ჭამ გარეცხე, თებში ჩადე და ისე წადი დასაძინებად. ნუ ჩაყრე, იმიტომ რომ გიორგი თურმე ადრე დგება რა. სისულელია. ეხლა რა შეეხება იმას, რომ გოგოებმა თურმე თქვენს რომ აი რაღაც გიორგი ადრე დგება თუ რაღაცა. ხალხო, როდესაც ჭამ, ისწავლეთ რეცხვა და იმ თებში ჩადება. არავინ ვალდებული არ არის თქვენს მაგივრად ერწყო. მე ვრეცხავ, იმიტომ რომ არ მინდა სახლი იყოს საღორეში. ეს არის ჩემი კომენტარი. და ამჯერად რატომ გაბრაზდი? ამჯერად იმიტომ გავბრაზდი, რომ მოვედით ნასვამების სახლში, ძალიან ნასვამი ვიყავი ყველა მიწის. დამხვდა 500 კაცის ჭურჭელი, იყო ჩვენთან ნუკი მთელი დღის განმავლობაში, ჭურჭელი იყო თავზე საყრელი, ცალკე ნუკის უკეთებ ნაგეცებს საჭმელს, ცალკე პატრიკი აკეთებს როლებს და სუშის და კადრი, სად არიან ჩვენი მონაწილეები, შეიძლება სექსიზმში დამაბრუნონ, სად არიან ჩვენი გოგოები? გარეთ კითხაობენ. ანუ ცოტათი მაგრამ ყველაზე დიდი ამბავი ის იყო, რომ ყველაზე დიდად შეშინებული თუ რაღაცნაირად შეურაცხყოფილი თუ რაღაცა ნუკი ძალიან დიდი ბოდიში მინდა. მოუხადო იმით ამ აფეთქებისთვის, რომ ნუკი ყველაფერი დილით რო წავიდა, ისი ადრე ადგა რომ დარეცხა, დაალაგა, გააწყრიალა და რო ჩამოვედი ერთადერთი არ უნდა რომ შემ კიდევ ერთი გაბრაზების მიზეზი გქონოდა. იყო, როდესაც ჩამოვედი და არაფერი საქმე არ მქონდა სახლში. ისე მესიამუნა, გული მქონდა თვითონ, ნუკი უღრმესი მადლობა ამისთვის. არა, გიორგი, მინდა გითხრა, რომ ძალიან გიხდება და მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებ და საერთოდ კაცი ვიცი სამზარეულოში. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ნახეთ, ტრაგედია რა. ჩემი ეს ამოკიდებულება მეზონია რა. ანუ ჩვენ კაცებს ისეთ დროში მოვედით, რომ ჩვენ კაცებს გვეშინია ქალს უთხრათ, აი იატაკი მოწმიდე. იმიტომ რომ მოგიტრიალდება და ეს სექსიზმია. როდესაც კაცებს ეშინიათ ჩვენი სამზარეულოში შეგდებით. მადლობა. ოჩა გოგოებო, ჩვენ ეს შევძელით. ეს სული კატასტროფა, იმიტომ რომ ადამიანები თუ ვიძახით რომ ჩვენ თანასწორ უფლებიანები ვართ, ქალები და კაცები. ამ შემთხვევაში ყველამ თანაბრად უნდა რეცხოს აქ, მაგრამ ქალს როცა ეუბნები პროექტში რომ იატაკი მოწმიდე, სექსიზმია, ქალია და იმიტომ ეუბნება და ხალხო, სად ვარ? პატრიკ, მაინტერესებს შენ თვლი თუ არა რომ ყოფითი საკითხები პროექტში არ არის თანაბრად გადანაწილებული და რეალურად შენ და გიორგი უფრო მეტ საქმეს აკეთებთ ვიდრე გოგონები. არა მხოლოდ ეხლა, როდესაც ხუთნი დარჩით. ზოგადად მთელი პროექტის მანძილზე. არის ჭურჭლის რეცხვაში და აწერიალებს ის მაგიდის ატრიალებაში მე ხო საჭმელს ვაკეთებ და ეხლა კიდე ძალიან ბედნიერი ვარ, 14 კაცისთვის ხორცილის უფრას არ ვშევ. ეს 4 კაცისთვის საჭმელს ვაკეთებ და 5 კაცისთვის არაფერი არ არის. მაგრამ 14 კაცი რო წავიდა ჭურჭელი რატომ არის 14 იმ დღეს გიორგი რაზეც გაბრაზდა იმ მომენტში მესმის, მაგრამ ხო სიამოვნებას იღებ იმ ჭურჭლის რეცხვის. არა ნერვებს და თავისი რა არის, იმიტომ რომ ვინც არ უნდა დარეცხოს, მაინც არავის დარეცხილი ჭურჭელი არ მოწონს, მაინც უიწუნებს. უიცი რა თითი ეყობა და მე თავიდან რეცხავს ყველაფერს ისევ და მე ამ გარეცხილიდან ჭამ თქვენ საჭმელს და სასმელს. ხო და მე ჩვენ გვინდა რომ წრიალა წრიალა ჭურჭელი. იცი რა სვერ კარგია, კარგი. ჩვენ მოგწონთ ჩვენ ჯანმრთელობა და პირობითაც თეო ან თავის საკვებს შეჭამენ და მე ვის უტოვებენ ამას გასარეცხად. ანუ თვითონ არ რეცხავენ. ცალ-ცალკე რიგრიგობით გოგონებო. ანუ შეჭამე, წაიღე, დადე და დამთავრდა რა. არა, ნახე თავის მართლების ფორმატია აქ. მაშინ მე ვისაც ანუ ვერ ვხვდები. ძალიან ვაჭუჭყიანებ და ძალიან ვრეცხავ. მართლა დედას გეფცებით პროექტში შესვლიდან, აი პატრიკთანაც თქვი და ყველასთან. ანუ საჭმლის გაკეთება მე არ ვიცი. ინგრედიენტები ტყუილად რო დავაფუჭო, არ ვეკარები. ერთი რაც შემიძლია, მაგიდას აგილაგებ, დაგიჭრი, დავრეცხავ. ამიტომ სიმართლე თუ გაინტერესებს პროექტი სადაც პატრიკია, მეც არ შევიდოდი სამზარეულოში, როგორც მზარეული, ნამდვილად. მე და პატრიკი. მაგრამ ახალი ხალხ დამთავრებაზე საუბარი გოგონებო. იმიტომ ამას მე კამერებისთვის არ ვაკეთებ რეალურად, როცა ჭურჭელი არის, რეცხავ.
რას ერთს გიოს რეცხავ. ერთი წამი რისი ახსნა მინდა რა მე და პატრიკი რომ შემოვიდოდით პროექტში მე დამში და რელაქს პროექტში როდესაც შემოვედი პატრიკმა თქვა რომ მე გავაკეთებ საჭმელს მე ჭურჭელს ვერ დავრეცხავ რადგან პატრიკმა ეს ითავა მე ვთქვი რომ კაი პატრი შენ თუ საჭმელს აკეთებ მე ჭურჭელს ვეცხავ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს არის მზარეული და მე ვარ ჭურჭელს ანუ ხალხო ეხა მაყურებელი მართლა იცი რა მე გპირდები აი ნახე რო არ ვიჩხუბოთ რო არ მაყურებელი მართლა კარგად მე ამკვირას გავაგაჩი რაღაცაზე ამკვირას გიორგის ვასვენებ ჭურჭლის რეცხვისგან მოდი არა არაფერს არავინ არ მასვენებს მე განვაცხადე დასუდოს უკრავ ხალო კაშ მე განვაცხადე სხვა რაღაცა რომ მე აღარ ვაპირებ ვიღაცის ჭურჭელი ვრეცხო ვიღაცის ინსული მაგიდა წმინდო მე ვაკეთებ ჩემს საქმეს მორჩა მე ხო გიორგის აღარ დავარცხნით დაბუწკრი დაბუტრიალე როგორ აუხსნათ ეხა გოგონას თუ ჭურჭლის არც მანქანაში არ ეტება ყველა ზომის თებში და ქვაბი ზომებზე კარგი გავაგზელეთ ვინ არის მომხრე დემოკრატიული პრინციპით რა თქმა უნდა რომ გიორგი განაგრძოს ჭურჭლის რეცხვა მე მომხრე ვარ იმიტომ რომ ძალიან კარგად თავის თავზე რომ გადაინაწილოთ ეს საკითხი მე დემოკრატია ჩემი აზრით ეს იქნება მე მოვაგვარებ გიორგის რო დადგა რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბდეთ კიდე დავდოთ ბაზიანი რო არ გამოვა ნიძლავს როგორც გინდა დავარქვათ არ გამოვა არაფერი ნახოთ შემდეგ კვირას, მაგრამ მე გთავაზობთ რომ მორიგეობა დააწესოთ. არა, რა მორიგეობა? მე გადავწყვიტე, მე დავრეცხავ ჩემსაც დაანჯერ თავში ქვაუხლიათ, უკვე სისულელია, ახლა ნუ ახლა ბავშვებს დაუთმობ, თურმე მე ვიბძვი ჭურჭლის რეცხვაში. ახლა ცოტა სასაცილოა ახლა ამ თემას რო განვიხილა და გოგოებს უთმობ ასპარეზს. ეცი დაგლიჯეთ კბილები. მე რომ ჩვენ მოგწონს ის რა ქვია, შენ გაცრევ ახლა. ჭურჭელ. პარასკევს ეთერში გავიდა. კარგი. ამ მოვლენებს აუცილებლად დავაკვირდები, რადგან ვხედავ, რომ უკვე პრობლემა შეიქმნა თვედან გამომდინარე. მე შემომაკ ერჯერადი. აუცილებლად მე თვითონ გავაკონტროლებ ამ საკითხს პრაიმ ჰაუსში წესრიგთან დაკავშირებით. და მოდი განვაგრძოთ გიორგის ხათიშვილის ისევ შენ გეხება. პარასკევს ეთერში გავიდა გიორგი ნაცღაიძის გადაცემის ბოლო ეპიზოდი, სადაც უკვე თავად იყო სტუმარი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუ გამოვიდა. ნახოთ ვიდეო. ჩემ ცხოვრებაში იყო არაერთხელ ვთქვი დაავადება, რომელსაც ვებრძოდი 10 წლის განმავლობაში. ეს იყო ნერვული გულყრები, ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, შეძენილი. ერთადერთი ჩემ გვერდში ვინც იდგნენ, იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ძმები, რა თქმა უნდა, მიმტანობის პერიოდში. ხო, მაგიდა რომელსაც ვემსახურებოდი, მაგიდის სტუმარმა შეურაცხყოფა მომაყენა და ვერ გავეცი პასუხი და წავიქეცი მე გამოსასვლელში. ერთმა ჩვენმა მეგობარი მეგონა მაშინ გადამაბიჯა გამოსასვლელში, შევიდა ტუალეტში, გამოვიდა, გადმომაბიჯა და გავიდა. დირექტორს უთხრესო, გიორგიო, ესე ემართებაო და არ შეგვარცხინოსო, სადმე სამსახურიდან გაუშვდა. დირექტორმა გაუშვა ყველა და დამტოვა მე. რამდენი წლის იყავი ეგ როცა დაამარცხე? 18-19 წლის. გიორგი შენ შესახებ ძალიან ბევრი სტატია არის, ძალიან ბევრი ინტერვიუ არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაზე გულახდილი იყო და ისეთი დეტალები გაასაჯაროვა შენ ცხოვრების, რომელიც არ ვიცოდით, რატომ გადაწყვიტა? გადავწყვიტე პირველ რიგში იმიტომ, რომ როდესაც საუბრობთ პროექტში 2 თვის განმავლობაში რა არის ბულინგი, რა არის რაღაცა სვეპლის როლში თამაში, ისა ცხოვრება, უბრალოდ მოვყევი ჩემი ცხოვრება იმისათვის, რომ მაყურებელს კი არ შევწოდებოდი, არამედ დაენახა მაყურებელს, რომ შეიძლება აი ამ ძალიან მძიმე ცხოვრებიდან ისე იბრძოლო, ფეხზე ისე დადგე, რომ ისე დაანახო მაყურებელს, რომ ლაღი და როგორც წერენ, ლაღი და უდარდელი ცხოვრება გამოვლილი, აი ეს მინდოდა გადმომეწო, რაც არ უნდა პრობლემა იყოს, ყოველთვის არის გამოსავალი, ყოველთვის შეიძლება ფეხზე დადგე და იყო ძლიერი, როგორც მოთამაშე, ეს ძლიერი პიროვნება. მე მგონი აქ ძალიან დიდ კაშს მიხურავს გიორგი. ჩემი მხრიდანაც. Ani, შენ და გიორგი პროექტის მანძილზე დამეგობრდით ძალიან. მაინტერესებს მისი ცხოვრების შესახებ ამდენი რამ თუ იცოდი? არ ვიცოდი. სიახლე იყო შენთვის? სიახლე იყო. და როგორი განცდა გამოიწვია შენში, როგორი ემოცია?
მე არ ვიცოდი რა ხდებოდა წარსულში გიორგისთან, მაგრამ გრძნობდი, რომ გიორგის ძლიერად აქვს გამოვლილი ეს ცხოვრება და ამიტომა ესეთი ძლიერი ადამიანი. პატრიკ, შენი ყავი ამ ინტერვიუს წამყვანი. ხო. შენთვისაც ბევრი სიახლე იყო დარწმუნებული ვარ. კი, გიორგის ცხოვრებაზე ბევრი რაღაც გავიგეთ. თან ამ ინტერვიუში ისაუბრა გრძნობებით და იმ მთელი სულით და გულით. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი იყო. მე არ მქონია ეს წამყვანის გამოცდილება ესეთ ფორმატში და ძალიან საინტერესო იყო როგორც რესპონდენტთან მუშაობა და ძალიან და ასევე პატრიკ იცოდი შენ ამ ყველაფრის შესახებ? და არის ინტერვიუმდე თუ იცოდი გიორგის განული ცხოვრების შესახებ? ესეთი დეტალები და ესეთი რაღაცები არასდროს არ მოუყონია ჩემთვის ესე. არც ყვება ხოლმე ესე ცუდ რაღაცეებს, სულ რაღაცა სასაცილო რაღაცეებს ყვება ხოლმე ესე ისტორიებს. და ეს იყო ძალიან ისეთი საინტერესო ამბავი და ძალიან მართლა მე მესმის ახლა გიორგის ამ შემთხვევაში რას ნიშნავს, როცა მსგავსი რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვს და მესმის ზუსტად რას გრძნობდა და მან ისე ისაუბრა და ისე გადმოგცა ეს ყველაფერი, რომ აი ზუსტად მივხვდი რას გრძნობდა, როგორ გრძნობდა, რანაირად იყო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მე ეგეთ რაღაცებზე საუბარი იმიტომ მიყვარს ხოლმე ყოველთვის, რომ მე შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანისთვის სტიმული იყო შენ და ძალიან ბევრს უთქვამს და დარწმუნებული ვარ, აი გიორგისაც ეხლა ბევრი ადამიანი მიწერდა, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, რომ აი აქამდე რომ მოხვედი და ესე კარგად როგორ შეიძლება დაამარცხო ესეთი დაავადებები, რომელიც შეიძლება გეგონოს რომ ვერ დაამარცხო. კი, ნამდვილად მართალი ხარ. ნამდვილად შენმა ინტერვიუმ ჩემიაზე ძალიან ბევრ ადამიანს მისცა სტიმული და ძალიან ბევრ ადამიანს შენ თავის სხვა მხრიდან დაანახა და სხვანაირად დაგაფასეთ. დარწმუნებული ვარ ამაში. პატრიკს გადაუხავ და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ძალიან კარგი წამყვანი იყო და ადამიანთან თავიდან ბოლომდე გავიხსენი. ძალიან დიდი მადლობა მას და რაც შეეხება ამ დაავადებაზე, კი ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ადრე მაქვს ეს დაავადების ამბავი მოყოლილი. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა და ეხლაც ისევ ძალიან ბევრმა მომწერა და როგორ შემილია რჩევები მივეცი და ერთი რაღაცის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა ზურგი შეგაქციოთ, ვინც არ უნდა ხელი კრათ, იცოდეთ რომ თქვენი თავი გიყვარდეთ და თქვენ თავს დააჯერეთ ის რომ თქვენ ხართ მაგარი. მარტო შეძლებთ ამ სამყაროს გადატრიალებას. ეგ ამბავი. ძალიან კარგი და ღირებული სიტყვებია ნამდვილად გიორგი შენი მხრიდან ეს. და ნუ კი, შენ ამ კვირაში ფაქტიურად მონაწილე იყავი, რადგან მონაწილებმა გთხოვეს რომ ერთი დღე დარჩენილიყავი მათთან ერთად, შენ დარჩი და რაღაც საინტერესო ძალიან ცხელი ვიდეო გვაქვს გამზადებული, მოდი ვნახოთ. She's hot, so sweet, the kind of girl I wanna meet. Sexy thighs, long legs, what a girl, she turns head. She's got her eyes on you. Bad boy. You can say you ain't never been warned.
ნუკი, კარგად გარეცხე შენი მანქანა. იცი რა, როგორ ვეხვეწებოდი რომ რას იფიქრებს ხალხი რომ მოვიდა ჟურის წევრი და გარეცხინებთ მანქანას, მაგრამ მითხრეს რომ არა გვინდა გავერთობით და კი ვიფიქრე რანაირად უნდა გაერთონ, მაგრამ იმდენი ვიცინეთ, ისე გავერთეთ რომ არ ვიცი, არასდროს აღარ გავრეცხავ მანქანას, სულ ჩემით გავრეცხავ ყოველთვის, ძალიან კარგი. და კიდევ გასვლდი. ხო, არ ვიცი, ყოველ ჯერზე მივდივარ ამ სახლში, ლამაზი დავარცხნილი, ვფიქრობ იქ სტრიმია, იქ ის არის, ხალხი დამინახავს ლამაზ და სადღაც 10 წუთი სჭირდებათ იმისთვის, რომ ან გამწუწონ, ან სადღაც აუზში ჩამაგდონ, ან რაღაცა მიქნან, საოცრებებს აკეთებენ. ავთანდილ, შენი მანქანით ხომ არ ესტუმრებოდი Prime House? არა, ჩემი მანქანით ვესტუმრე, მაგრამ არ შევედი. მანქანით შიგნით. ხელა მანქანა რო დავინახეთ გავიქეცეთ. ჩვენი და გადაიფიქრეთ გარეთ. გამორიცხულია. არა, მთელი დღით ნუკი ყოჩახშე. მთელი დღით და მთელი ღამით. ყოჩახ მე ესე არ მიფიქრია. ხათაშორის სანაცვლოდ, იმისანაცვლოდ რომ ნუკის მანქანა გაირეცხა, მონაწილეებმა ნუკისგან მიიღეს გაპარვა პროექტ Prime House-იდან და ისინი ქალაქის ქუჩებში დააწურწოდნენ თემის მანძილზე. ნახოთ ვიდეო. ხო და გიტაცებ! ხილომოზე ხოიცი ყველაფერი იქნება კარგად. ნუკი გაუმარ! გიორგი, შენი ყავი განსაკუთრებით აღმატებულ ხასიათზე და რამდენი ბოთლი შამპანიური დალიე? იმიტომ რომ რამდენჯერმე ახსენე. 4 ნახევარი. 4 ნახევარი ბოთლი მთლიანი. 4 ნახევარი და ანუ თავიდან 3 დავლიე, მე გავარკვიე ჩუმად რომ კიდე ყიყოთ გადამალული სხვა მანქანაში, მოვიპარე იქიდან, აი კახისთან შეხვედრა რო იყო, მაშინ მოვიპარე და მე კიდე ერთი მოვიპარე. და მარტო შენ დალიე ეს? ნუ აი ხო ესე გამოვიდა. ძალიან კარგი. თითო ჩიქა დანარჩენებმა. ალბათ ერთი მთლიანი ბოთლი ამ 4 და 3 უერთვები. 4 არა, 4 მოკლედ კარგი დრო გაატარეთ, როგორც ხედავ და ნუკის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი ბედნიერი დღისთვის და ამდენი ალკოჰოლიკი. მეგინდრესასწაული მოუწყო Prime House. ყველაზე ჩემი საყვარელი მომენტი იყო უკვე უკან რომ მოვდიოდით და არ ვიცი მე საიდან მქონდა გიორგი ნაზღეძის ფხალი და ჭადი და მე ვატარებ, მე ფხიზელი ვარ და არა უგემრიელი გიორგი ესე aqareb ხოლმე ჯიბით ხალხს. ზად მახსენდებოდა რომ საიდანაც სადღაც შევდიოდი გამოვდი რაღაცები ესე მახსენდებოდა სადღაც რაღაცას ლაკეთებდი და ბოლოს მართლა იყო მანქანაში ფხალეული სხვადასხვა ჭადი და კიდე რაღაცა მქონდა ნუკის ვენობდი ძალიან გებრე აი გაკე ოჯახში გაკეთებული ვინმე გულშემატკივარმა ხო არ მოგაწოდათ შემთხვევაში აი მაღაზიაში იყიდა და კონტეინერებში მე არ მახსოვს მართლა არ მახსოვს ეგ როგორ ერთობოდა გიორგი გიორგი გადასარევად ერთობდა დანახე არ ყავს პირველად ვიყავით მე ხა პატარა ფიატში ვისხედით 20 კაცი და იქ თავის გადამღები ჯგუფი იყო კიდე ამ ფიატში შიგნით უკან თელი ტექნიკური აღჭურვილობა და ისე კომფორტულად ვიმგზავრეთ რომ მე და პატრიკის ბავშვი ვიჯექით წინ ვისხედით და შამპანიური ხელში ვიყავით ბედნიერები და ქალაქში ესე იმოძრავეთ და მაინც ქუჩაში ხალხი ხვდებოდა ალბათ ხსნობდნენ კიდეს ხო? გვეძახდნენ, მე მეძახდნენ ამ ფრაზას თორერა, მე აქედან თორერა. თორე, შენ კი არა, მეც მეძახიან უკვე. არაფერი არ მინახავს არასდროს მართლა მანქანებიდან ხტებოდნენ რომ თეო, სალომე, გიორგი და მე მომივიდა გუშინ ვიყავი სადღაც წასული და ვიღაცა კივის რომ ეს ის გოგო არ არის Prime House-ში რო იყო და ამდენი გიშრომია, გიწვალია. მე ვიყავი კარგია, კარგი არა, Prime House-ს ყველა უყურებს. ნამდვილად ვიცით ეს ყველაფერი.
და სწორედ ახლა უნდა შეგახსენოთ მე თქვენის, რომ დღეს ერთ-ერთი ამ სამიდან დატოვებს პროექტ Prime House. ამისათვის რომ თქვენი რჩეული დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა იაქტიუროთ, დაურეკოთ და დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე და დრო დადგა უკვე გოგონების შესახებ მომზადებული ვიდეოები ვნახოთ. და პირველი იქნება საომე კაპანაძე ნომრით 09033030301. ნახოთ ვიდეო. რეალი შოუშიც ველოდებოდი რომ საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ესეც საინტერესო თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეკანა. ჩემი პირველი კონფლიქტი Prime House-ში იწყება გიორგიდან. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მეგობრული და უცებ გადაიზარდა ძალიან დიდ ტროპაში. მე საერთოდ ვერ ვიგებ ამას რა ხო ვერ გაიგებ. ჩემოჯახის წავს ნუ ეხები. ჰაერი ყველასია. ჰაერი ყველასია. აი ამ აფექტის მდგომარეობაში ვისროლებ ბანანები. უცებ შუაში აღმოჩნდა ანი. აი ცოტა ესე ვილაპარაკეთ. და რა შემაგინე მოხდა აბსოლუტური გადმოტრიალება. ეთნიერ წუთებს არ ესწრებოდა ადამიანი. ის უნდა მიულოთ, გავს უფეხებზე არ მგიდია. როცა იყო გიორგის დაბადების დღე და ნუ ეს ბედნიერი მომენტი, მე ცოტა ყელი ამტკივდა იმ პერიოდში. ის თემა, რაზეც ყველაზე მეტად მეტკინა გული, უკავშირდება თეოს. თეო შეხვდა ავთოს, რომელიც დამბრალდა მე. თეოსგან სამწუხაროდ ვერც გამომხნევებელი ფრაზები მივიღე და ვერც ის ნაბიჯი დავინახე, რომ მოეწოდებინა ხალხისთვის. ჯერ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა. სანამ ჯერ არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, მე ვიჭყლეტები შუაში. ძალიან მინდა რომ დავრჩა პროექტში. სალომეს გადავარჩეთ. და ჟიურის გადაწყვეტილებით სალომე რჩება პროექტში. პროექტში დარჩება სალომე. მე უწერ არ მოწონება სალომეს. ცოტა ჟიურისთან მეუხერხულებ, არ ვიცი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება დარწმუნებული ვარ და მინდა რომ მეც ვიყო აი ამ ფაქტების მონაწილე. იმისათვის რომ თქვენი რჩეული დარჩეს პროექტში, აუცილებლად უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ მათთვის მინიჭებულ ნომრებზე. სატელეფონო ზარების და SMS-ების ღირებულება სიმბოლურად 1 თეთრია, ასევე შეგიძლიათ Facebook Messenger-ის საშუალებით მისცეთ თქვენს რჩეულს ხმა. ამისათვის უნდა ესწრუნოთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, გახსნათ იქ პირადი მიმოწერის ველი, არჩიოთ ჰეშტეგი GetStarted და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. სალომე, მოდი შევახსენოთ ჩვენი ნომერი მაყურებელს 09033030301 იმისათვის რომ დაარჩეს სალომე პროექტი და მიმართე მაყურებელს. მაყურებელს ჟიურისთან უკაცრავად კიდევ აკროცი ვარ. არ ვიცი, მე მგონი ყველაფერი იყო, არ ვიცი თავიდან ბოლომდე, თუ კი რაიმე გამოვიარე, ცუდიც, კარგიც, ვიყავი სამართლიანი, ხანდახან ჭიჭყინაც, გაბრაზებულიც, ბედნიერიც, მაგრამ ნუ რაც ვიყავი, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მახსენდება და ძალიან ბევრი რაღაც მომცა ამ პროექტმა, ამიტომ თუ თვლით, რომ უნდა გავაგრძელო ბოლომდე და ფინალისკენ, აუცილებლად დამირეკეთ და შემდეგი მონაწილე არის ანი ყიფშიძე ნომრით 09033030302. ნახოთ ანის შესახებ ვიდეოს. რაც ამ პროექტში შემოვედი, არაფერს არ უნანობ, არც კარგს, არც ცუდს. პროექტში შესulis პირველივე დღეს ჩემს ცეკვას ქონდა უარყოფითი რეაქცია გოგოების მხრიდან. ვულგარული იყო ცოტა. ჩემს. მე მოვხვდი ყურადღების ცენტრში. ვინც თქვა ჩემს სტრიპტიზზე, რომ ეს ცეკვა არ არისო, ბოლოს ის ადამიანები ეხვეოდნენ ჩემს ტრუბას რიგრიგობით.
თავი ვინ იყო? თავიდან მეგონა რომ მეკე კაი ვითამაშეს ბიჭება გამოაჩენეს აწავა რა სახლიდან ვინ წაიღებს. მაგრამ მე ყველა თავის დასასმელი რო იპოვა. ჩემი დასასმელები მინდა. და რა მოხდა ეხა ცოტა ხნის წინ წყნარად იყავდა. არა ვერ ვიქნებ დავწექი ავდექი და იმენა ამიდგა ეხა უნდა მინდოდა ჩემი დასასმელი. ან ნაკოლი მომეცით როგორც კაცები. კატოქეი მე საჯდომზე მომარტყა ხელი. აი ხა მოვიდე მე და ებში ამოგიდო ხელი მოგეწონება. მე მგონი დამძიმებული ხარ ჩამოყარი. ეს მზიანი და არის. ამაზე ბოდიშიც მოიხადა ტატომ. მე გიხდი ბოდიშ ამის გამო და ეს იყო ჩემი. ნამდვილად აი სიმსახურებს ეს აღიარება. გადის ერთი კვირა. აი უგულო ხარ რა, განძი ხარ. გამოდის რომ ტატოს ბოდიში ის ჩვეულებრივად წყალმა წაიღო. გიორგი მე თავიდანვე მომწონდა. ანი ყიფშიძე! ანი გილონდა! გადავწყვიტე რომ ეს თაიგული მოგარწოდა. ანა არა რასაკეთ გაიხადა და დამთავრდა ურთიერთობა თვითონ ჩემ გამო დაუმესტიჟა ხალხმა გიო ეს იზღება მთვრალი ადამიანი რომელიც თავს ვერ აკონტროლებს გული მერევა ეგეთ ადამიანებს უიზღები გიორგისგან მეწყინა იმიტომ რომ გიორგის ესეთი მხრი არ უნდა ქონოდა ჩემზე პრობლემა. მაგარი კაცი და მეგობარს თუ არ უნდა რომ შენ იცეკო, იქ მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი, ანი წამო. მოდი რა, მეცეკო. ჩემი და სალომეს დაპირისპირება დაიწყო, ბანანები როცა ისროლა ჩემი აივნიდან და ამით მე მგონი დაიწყო ჩვენი დუელი. ფანზი არ ვარ, მაგრამ ბოჭკა ვარ, ხო? ჩემს ესეც ნასროლ სიტყვაზე გული არ უნდა მეტკენინებინა. თეონას გულშემატკივარმა, ჩემს ნატალიზე შვილზე წაიგრძელაინა. შენ გულშემატკივრებს არ მოინტერესებს. ჩართე და უთხარი, რომ ჩემ ოჯახის წევრებს არ გაიკაროს. შენ ოჯახის წევრებს ახსენებს ვინმე? კი, რაც არ უნდა ეთქვათ. თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობ და ვცდილობ, რომ ეს თავისუფლება სხვის ცხოვრების შეზღუდვაში არ ჩამოთვალოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ვარ და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მიმიღებთ ესეც, როგორიც ვარ ეხლა. ანი, მოდი, მიმართე შენს გულშემატკივარს. მიმართე შენს გულშემატკივარს. ჩემო, გვირგვინოსნება. თუ გინდათ და მოგწონთ შემოყურება, დამირეკეთ, დამიმესიჯეთ და მედექით გვერდში ძალიან გამიხარდება. ანი, რას ნიშნავს გვირგვინოსანი? ანუ, გულშემატკივარი სიტყვა არ მიყვარს და გვირგვინოსნები, ანუ რაღაც ჩემთვის პატივცემული ხალხია. შენი გულშემატკივრები ზოგადად აღმატებითი ფორმა არის? და მხოლოდ შენი ფანები არიან გვირგვინოსნები? თუ გინდა სხვა ვისაც იყვნენ. კარგი ბატონო. და ჩვენი შემდეგი მონაწილე არის თეონა კოჭლამაზაშვილი ნომრით 039330303 და ახლა მოდი ვიხოთ თეონეს შესახებ ვიდეო, სადაც ასახულია მისი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პრაიმ ჰაუსში. ამიდეთ მე ნამდვილ ქალად ხო გზრუნ თავს. პროექტში როდესაც შევედით, ავთო იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყველას ეფექტავებოდა რა. და რატომღაც ჩემი მიმართულებით იმაზე მეტად წამოვიდა, ვიდრე სხვა დანარჩენ მონაწილეებთან მიმართებაში. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანმა იმდენი შეძლო იქ ყოფნის პერიოდში, რომ ჩემი ნდობაც დაიმსახურა და იმაზე მეტიც, ვიდრე წარმომედგინა, რომ შეძლო რომ დაიმსახურა. შეიძლება ითქვას ისე, რომ მოწყობაზე მეტი იყო. მინდა რომ სანამ მე ამ პროექტში ვიქნები, ამ ყველაფერს ვუყურებდე. აღმოჩნდა, რომ ეს წერილი ყოფილა ესეთი სასიყვარულო, ძალიან დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი მაგ დროს. აფერისტი ხალხი არ მომწონს. ვიზია მოხერხეს. საერთოდ ზოგადად თუ რეალურად არ ხარ, მაშინ რატო იღებ შენ თავზე მაგას? აფერისტი მე კი არა, შენ ხარ და შენ სიტყვებზე პასუხისმგებელი შენ ხარ, რა რო იცოდე.
იმეცა ცუდად თანხმობის მიერთხა. ოდალა. მონაწილეები ფიქრობენ, რომ სულ წევად და არაფერს არ ვაკეთებ. ცოტა არ იყოს ძალიან მეცინება მაგაზე. შეიცვალა და მე დღის განმავლობაში იმის მერე რაც სიცხეებმა გამიარა, არ ვიცი, არ მძინებია. 2 წამი თუ დავჯექი საწოლზე, ან 2 წამი თუ ესე წამოვწექი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე მძინავს. ან მიუხედავად მაგისა, მე პირიქით გავაქტიურდი. ანუ ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი და კიდევ ვაპირებ, რომ უფრო მეტი გავაკეთო. 72.3% აიღო და პროექტ Prime House-ში რჩება. თეო, დაუბრუნდი მონაწილეებს. წინაზე ვთქვი რა, ანუ ყველას გონია რომ ვიღაცას რაღაც როლები აქვს შეთავსებული, რომ ეს ესეთია, ის ისეთია, ასეთია და ასე შემდეგ. ანუ მე ჩემი როლი ამ შემთხვევაში ერთადერთი ის არის, რომ ვიყო ის, რაც რეალურად ვარ. ამით ასეთი მიმიღოს ხალხმა თუ მიმიღებენ. მადლობას ვეტყვი ყოველთვის პირიქით. ამ ხმების 50.73% მიიღო, რა თქმა უნდა, ერთმა კონკურსანტმა. თეო კაჭლამაზიშვილი! თეო, დაუბრუნდი მონაწილეებს, რადგანაც დღეს შენ გახდი მაყურებლის რჩევა. თეო, მინდა რომ ახლა მიმართა შენს გულშემატკივრებს და უთხრა თუ რატომ უნდა დარჩე პროექტ Prime House-ში. პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა, ვინც ეს თიზარი მაინც გამოუშვა ჩემი მიმართულებით და მხარი დამიჭირა ასეთ დროს, როდესაც მათი მხარდაჭერა ასე ძალიან მჭირდება. რატო უნდა ვიყო ამ პროექტში და მე მგონია, რომ მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი ძალიან, არაფრით განსხვავებული არ ვარ. ცხოვრობ ახლა ამ ეტაპზე სახლში, სადაც ვარ ისეთი რეალურად როგორიც ვარ. გარეთაც ეგეთი ვარ და მინდა დაინახონ, რომ შეიძლება ცხოვრებაში ამდენი სირთულე შეგვდეს, რაც მართლა რეალურად მე ამ პროექტში შემხვდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. ყველაფერი არის გადასალახი, გადალახვადი, ესე რომ ვთქვათ და მინდა დაინახონ ის, რომ შემიძლია იმაზე მეტი გავაკეთო, იმაზე უფრო ძლიერი ვიყო, ვიდრე ვარ და მომეცეს იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ამ პროექტში. მადლობა. ახლა კი მინდა სტუდიაში მოვიწვიო ადამიანი, რომელსაც ყოველი გადაცემის მიწურულს მე პირადად და დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან ელით. ეს არის ჩვენი სოციმედია ხელმძღვანელი გიორგი ნაჭყებია. გიორგი, ძალიან მიხარია ყოველ შემიძლია რა თქმა უნდა და მითხარი დღეს რითი უნდა აღვაფრთოვანო. რა თქმა უნდა, ეგეთი სიახლეები ყოველთვის მაქვს. მაგალითად, ასეთი პირველი სიახლე არის ის, რომ ჩვენ უკვე Facebook-ზე გვყავს 200.000-ზე მეტი გამომწერი და ამასთანავე გასული შაბათს ლაივზე აგიკვირდება უკვე ეს სიტყვა, მაგრამ რეკორდი მოიხსნა. გვიყურებდა ერთდროულად 67.000 ადამიანი ყველა სოციალურ ქსელში ერთად და დღეს ამ წამს ყველა სოციალურ ქსელში ერთდროულად გვიყურებს უკვე 55.000-ზე მეტი მაყურებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველ მოიხსნება რეკორდი. რაც შეეხება TikTok-ს, TikTok-ზე ყოველი მეორე ჩვენი ტრენდია, დაგვეთანხმებით თორე რა ტრენდი არის გასაოცარი. ამასთანავე ხალხი უკვე ტატუსაც იკეთებს, გაგიკვირდება, მაგრამ აგერ პატეკი გვეტყვის რა ტატუს იკეთებს. რა ტატუ გაიკეთეს, აბა გითხარი. რომელნე? შენი სიტყვა, ფრაზა. შენი ცნობილი ფრაზა. რატო არ ჭამა საბართალმა? პუ, რატო ვადიე საბართალმა? ეს აქვს უკვე გაკეთებული. და TikTok-ზე უკვე ჩვენს ჰეშტეგს აქვს 600 მილიონზე მეტი ნახვა და მოდი ერთ ვიდეოს გაჩვენებ, სადაც 600 მილიონი. ოკეი, მოდი უყუროთ ვიდეო, სადაც ჩვენი აუთსაიდერები, რაღაც ხიარული ცეკვა არის, რომელსაც უკვე აქვს 700.000-ზე მეტი ნახვა, 750.000. ვაუ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, როგორც წესი, შენგან ძალიან არაჩვეულებრივ ინფორმაციებს ვიღებ და დიდი მადლობა ამისთვის. გაფრთხილდით. და
Prime House-ის დღევანდელი ლაივი უკვე კულმინაციას უახლოვდება. ჩვენ უკვე ძალიან მალე გავიგებთ თუ ვინ გახდა დღეს მაყურებლის რჩეული და რომელი მონაწილე დარჩება პროექტ Prime House-ში. მანამდე მინდა ჟიურის ვკითხო. რუარ კითხო არ შეიძლება. დავხსნათ. ასეთი არის თამაშის წესები. თუ გაქვთ უკვე მოფიქრებული რა შემთხვევაში როგორ მოიქცევით? ნახე, ჩვენ ხო არ ვიცით ვინ აირჩია მაყურებელმა. შესაბამისად, ტვინ შეეხო შეხედვართ და მართლა ვუყურებთ აი ყველას ეს გავიხსენეთ ყველა ისტორია რაც მოხდა რა გაუგებარია, არ ვიცი. იქამდე ვიდრე გავიგებთ ვინ აირჩია მაყურებელმა, წარმოუდგენელია რა შეიძლება არა ვარ მართალე. შემდეგ კვირაში რო გადავდოთ არ შეიძლება. რომ არ მივიღოთ არანაირი მონაწილეობა. დღეს რო არ მივიღოთ გადაწყვეტილება. არა. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ გამორიცხულია და მე მოდი დავიწყებთ დროის ათვლას. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. იმედი მაქვს ყველამ უკვე მოასწარით თქვენი ხმის დაფიქსირება, რადგანაც ამ წამიდან ხმის მიცემა შეწყდა. ძალიან მალე ხმებს დაითვლიან და გავიგებთ თუ ვინ გახდა დღეს მაყურებლის რჩეული და ვინ დარჩება მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტ Prime House-ში. სამივე აუთსაიდერი დღეს უკვე მე-13 ხართ ამ სკამზე, ხო? როგორია? რამდენად განსხვავებულია ამჯერად უკვე როდესაც ფინალთან ახლოს ხართ? გავათმაგებულად ნერვიულობ კიდე უფრო მეტად ვიდრე აქამდე. ძალიან ცუდია. სალომე. ხო, რაც უფრო ფინალისკენ მივდივართ, უფრო რთულია გამომშვიდობება ამ ყველაფერთან, რა თქმა უნდა და ამჯერადაც აი ყველაფერზე ვფიქრობ, ოღონდ მაგაზე არა. ხონდეგა. საიმე. ანი, შენ რამდენად აცნობიერებ, რომ უკვე ფინალთან ახლოს ხარ? მეშინია რომ ერთ დღეს Prime House-ის მზე არ ამოვა. როგორი გულის ამაჩუყებელი იყო ეს ტექსტი. კარგი. მეგობრებო, ძალიან ცოტა დრო რჩება უკვე მაყურებლის რჩეულის გამოვლენამდე და ჩვენ უკვე რამდენიმე წამში გავიგებთ თუ ვინ დარჩება პროექტში და ვინ განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ახლა მეუბნებიან რომ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა, რომელიც აქამდე ყოფილა პროექტ Prime House-ში. დღეს დაფიქსირდა ახალი რეკორდი, მეგობრებო. ეს არის მილიონ 271,127 ხმა. მოდი გავიმეორებ. ეს არის მილიონ 271,127 ხმა. ეს არის პროექტ Prime House-ის რეკორდი, მეგობრებო. ეს ჩვენი ახალი რეკორდია. და ამ ხმების 38,9% მიიღო ერთმა მონაწილემ, რომელიც გარჩევდა მაყურებლის რჩეული. მაყურებლის გადაწყვეტილებით ეს მონაწილე არის და ხალხის რჩეული გახდა ანი ყიფშიძე! ანი გილოცა! ჩვენ ნამდვილად დამსახურებულად ჩები Prime House-ში. დაიკავეთ ჩვენთვის უთვლილ ადგილს. ახლა კი ჯიურის ჯერია გისმენთ, რადგანაც საკმაოდ რთული გადაწყვეტილება.
საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა ნამდვილად. გეხვეწები შეიძლება 2 წუთი რომ მიკროფონები ჟიურის ნამდვილად ჭირდება დრო რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ. ანი, შენ ელოდი თუ არა ამ შედეგს? მე იმხელა დიდი სიყვარული მივიღე ჩემი გვირგვინოსნებისგან, რომ მაინც იმედი მქონდა, რომ დავრჩებოდი პროექტში და ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს პროექტ Prime House-ში კიდევ ერთი ახალი რეკორდი გვაქვს. დაფიქსირდა რეკორდულად დიდი რაოდენობით ხმები. ეს არის 1,271,127 ხმა. და ჟიური როგორც ხედავ მზადაა? არ ვართ მზად და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, აუცილებლად იქნება ვიღაცა გულდაწყვეტილი, აუცილებლად იქნება ვიღაცის გულშემატკივარი ნაწყენი, მაგრამ სამწუხაროდ თამაშის წესები ასეთია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ვიღაცა, ჩვენ უნდა დავტოვოთ ვიღაცა, ვიღაცა უნდა გავუშვათ და სულ ვფიქრობთ, ახლა მე დავთანადები ვლაპარაკობდით მანამდეც, რომ ისეთი ვიღაც უნდა ავირჩიოთ, ვისთვისაც შეიძლება საჭირო იყოს პროექტის დატოვება, მისთვის სასიკეთოდ. ვაიმე, ძალიან ნერვიულია. სალომე შეგიძლია კიდე გცხვენოდოს ჩვენი. ანუ დაჭიროებში. ჟიურის გადაწყვეტილებით Prime House-ში შევა სალომე კაპანაძე. სამწუხაროდ თეონა ყოჭამაზაშვილი ეთიშება პროექტ Prime House. მე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ ყოველ დღე 23 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში შეგიძლიათ უყუროთ პროექტ Prime House. ასევე თქვენ შემდეგ შაბათს ლაივზე 23 საათზე შევხვდებით. ხოლო თქვენ ყოველდღიურად ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩვენს მონაწილეებს YouTube stream-ის საშუალებით. მე გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე.